მიზანი ოპერაციის არის ის, რომ ოპერაციული გზით ავწიოთ ეს მკერდი და რაც მთავარია, დავაფიქსიროთ ეს მკერდი აწეულ პოზიციაში. რომ დროთა განმავლობაში ოდნავ მკერდი მაინც დაიწევს და მიიღებს უკვე საბოლოო ფიზიოლოგიურ ფორმას. გაკეთდება მთლიანად მუცლის აი ამ დაშვებული ზონის, აი ამ ფართუკის, რომელიც ფეხზე დგომისას საკმაოდ დაბლა იშვებს და ძალიან დიდ ესთეტიურ პრობლემას და ფუნქციონალურ პრობლემას უქმნის პაციენტს. გაკეთდება მუცლის პლასტიკა, ანუ აბდომინოპლასტიკა. მანიპულაცია პროცედურა ძალიან მარტივია, ძალიან პოპულარულია დღეს საქართველოში, მით უმეტეს აპრილის და მაისის თვეებში. რატო? რომ ახალგაზრდა გოგოები და ქალბატონები ემზადებიან ზღვის სეზონისთვის. აი ასეთ მსხვერპლზე მიდიან ადამიანები, რომლებიც პლასტიკური ქირურგიის გადაწყვეტილებას იღებენ, დღევანდელ გადაცემას დისმორფოფობია დავარქვით. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პლასტიკური ქირურგიის სცენით არიან შეპყრობილი და კვირაში ერთხელ მაინც მიმართავენ პლასტიკურ ქირურგებს. სტუდიაში დავპატიჟეთ ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ პლასტიკური ქირურგია საკუთარი შესაძლებლობების სრულყოფისათვის აუცილებელია და ისინი, ვინც ფიქრობს, რომ პლასტიკურ ქირურგიას საერთო არაფერი არ უნდა ჰქონდეს ადამიანის ვიზუალურ ხარისხთან და ცხოვრება ისეთ მშვენიერია. მივესალმები ჩვენი სტუდიის სტუმრებს. ძალიან დიდი მადლობა, რომ შემოგვერთით და ხართ ჩვენთან ერთად. ლუკა კაციტაძე, რომელიც ხშირად მიმართავს ხოლმე პლასტიკურ ქირურგებს. ეს არის უკვე თქვენი ცხოვრების ჩვეული წესი, თუ უბრალოდ გზა, რომ ის ნაკლი, რომელსაც ფიქრობთ, რომ ადამიანს ვიზუალურად გააჩნიონ, გაასწოროთ? რატომაც არა, თუ შეიძლება, რომ ადამიანმა რაღაცნაირად კარგ მდგომარეობაში მოიყვანოს თავის თავი. მით უმეტეს ჩვენ ისეთ ქვეყანაში ცხოვრობთ, ვარსკვლავების ქვეყანაში ვართ, და ჩვენც გვინდა რომ ვიყოთ ვარსკვლავი ერთგვარად და ამიტომ გადამოწმება ხდება ყოველ შემთხვევაში პლასტიკურ ქირურგებთან. მე მივესალმები მათ, იმიტომ რომ მე თვითონ ექიმების ოჯახიდან ვარ და მით უმეტეს პლასტიკური ქირურგი ერთ-ერთი დამაარსებელი იყო ბაბუოჩემი ალექსანდრე ედიბერიძე, ყელყური ყბასახით და სტომატოლოგია და ამიტომ ეს ჩემთვის აბსოლუტურად ეს არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი და მე ვადევნებ თვალყურს, იმიტომ რომ მე მაინტერესებს შემდეგ რომ ჩვენ არ დავბერდეთ და რომ ერთმანეთს შეუძახოთ, რომ რა კარგ ფორმაში ვართ და რომ გაგრძელდეს ჩვენი რაღაცა ლამაზი ცხოვრება. ლუკა, თქვენ ოპერაციას იკეთებთ იმისთვის, რომ ფიქრობთ, რომ ესა თუ ის ნაკლი გასასწორებელია, თუ ეცნობით ინფორმაციას, როდესაც შემოდის ახალი ტექნოლოგიები, ახალი საშუალებები ჩნდება და გსურთ, რომ ამის ადაპტაცია საკუთარ თავზე მოახდინოთ? მე მინდა გითხრა, რომ მე ერთადერთი ოპერაცია მაქვს გაკეთებული ცხვირის ოპერაცია, როდესაც ვიყავი 35 წლის. ანუ ეს ძალიან გვიან, როდესაც, საერთოდ ცხვირის ოპერაციას იკეთებენ უფრო ადრე, 16-17 წლის ასაკში. თქვენი ვიზუალიდან გამომდინარე, თუ იმშელებთ, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს იყო 1 წლის წინ ეს ოპერაცია. ხო, არა, ეს ნამდვილად ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მე არა ვარ ის ადამიანი, რომ რაღაცა დავმალო, პირიქით ვეუბნები, თუ კი უკეთესია და კარგია, ჩემ ახანაკას ვეუბნები, ეს გავიკეთე, ის რა, ისე, მაგრამ ცხვირის ოპერაცია ნამდვილად გაკეთებოდა, რაც შეეხება ოპერაციას, ეს არის ცხვირის ოპერაცია გაკეთებული. თუმცა ამასთან ახლოს შემდეგ არსებობს პლასტიკურ ქირურგიაში არა მხოლოდ ოპერაციები, არამედ არის სხვადასხვა საშუალებები, ბოტოქსი, გელი, რომლითაც ხდება ადამიანს. ეს რასაკვირველი, ეს მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ბოტოქსი გელი, ეს არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი, ადამიანმა მე მგონი თავს უნდა მიხედოს, იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი, კბილის ექიმთან რომ დადიხარ, თვითონ საპარკმახეროშიც რომ დადიხარ, თმას რომ ივარცხნი და ასე შემდეგ და ელემენტარულ წამალს რომ იღებ, ვიტამინს და ასე შემდეგ, მე მაინც ვფიქრობ, რომ ქალმა აუცილებელია, აი რაღაც ეს არის თვითონ მე ვთვლი კანის ვიტამინები, ანუ ესე ვთქვათ, რომელიც ხელს უშლის სიბერეს და ხელს უწყობს, რომ ლამაზად გამოიყურებოდე. თქვენ ძალიან ხშირად ამბობენ, რომ ქართული უიტნი ჰიუსტონი არის ეს ბუნებრიობის დამსახურება არის თუ უბრალოდ გარკვეულწილად ამას შეუწყეთ თავადაც ხელით? არა, ეს არის ბუნებრივი დამსახურება ერთადერთი, აი არ ვიცი, ცხვირის ოპერატორი მანამდეც მეძახდნენ სხვათა შორის, აი რაღაც ესეთი შავგრე მულატკებს მსგავსებდნენ ყოველთვის ჩემი ვისაც ვახსოვარ და ამას სალომეს ახსოვს ძალიან კარგად. საჭირო არ იყო. ეს იმდენად ლამაზი ხარ. და ამიტომ ცხვირის ოპერაცია რომ გავაკეთე სხვა შორის ძალიან ჩემი მეგობრები იძახდნენ რომ რა დგინდოდა და ძალიან მაინტერესებს ცხვირის ოპერაციას იკეთებენ მანამდე 16 წლის ასაკში რომ მე გახდნენ აი რაღაცა და მე მაინტერესებს აი რატო გაიკეთე 35 წლის ასაკში როდესაც შენ უკვე მის თბილისი უკვე იყავი 22 წლის ასაკში მხოლოდ ეს. გასაგებია ძალიან დიდი მადლობა ბატონ გე რომელია ყველაზე პოპულარული ოპერაცია დღეს საქართველოში ყველაზე ხშირად
რომლისთვის მოგმართავეთ თქვენ? ყველაზე პოპულარული ოპერაცია გახავთ კერდის ოპერაციები, ცხვირის ოპერაციები, ყველა ასაკს თავისი ოპერაცია აქვს. ახალგაზრდა ასაკში უფრო მეტად ცხვირზეა საუბარი, როგორც კი ცოტა შუახნის ასაკს უახლოვდება ადამიანი, იქ უკვე საუბარია სახის ოპერაციებზე. მე ერთი კომენტარი მინდა გავაკეთო, სრულიად ვეთანხმები ნუკის რას თქვა, რომ ადამიანი უნდა უვლიდეს თავის თავს, მაგრამ ეს ყველაფერი ნამდვილად არ ნიშნავს დისმორფოფობიას. დისმორფოფობია ნიშნავს, რომ ადამიანი თავის საკუთარ გარეგნობას არასწორად აღიქვამს. ანუ მას ეჩვენება, რომ ცუდი ცხვირი აქვს, მას ეჩვენება, რომ ცუდი ყური აქვს, მას ეჩვენება, რომ აი აქ დიდი ნაოჭი აქვს, ამ დროს არ აქვს. აი ეს არის ადამიანები, რომლებიც თქვენ მოგმართავთ. ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა, მაგრამ ის ასაც ლუკი ბრძანებს, ეს ჩვეულებრივად სხეულის და სახის მოვლის, საკუთარი თავის მოვლის მარტივი პრინციპებია, რომელიც ძალიან დამკვიდრდა, ძალიან შემოვიდა. ადამიანი როცა ასაკი გადის, ნახულობს, რომ არის ნაოჭი, თუ არის საშუალება, რატო არ უნდა გამოისწოროს? ანუ ლამაზად დაბერდეს, ხო შეიძლება? ბატონო, არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც პაციენტი თქვენთან ისეთ ინტენსივობით მოდის სხვადასხვა ოპერაციების გასაკეთებლად, რომ ბოლოს უარსეუბნებით, რომ აღარ გჭირდება. არც თლათ ესეა, მაგრამ როდესაც ახლა პაციენტი როდესაც გამეორებით სხვადასხვა ოპერაციაზე მოდის, ან როცა აბსოლუტურად არ არის სრულად გამოხატული რაღაც პრობლემა და ის ითხოვს, რომ ეს გამისწორდეს, იქ ყოველთვის ფრთხილად უნდა იყოს ქირურგი, რომ სწორედ ეს დისმორფოფობიის მომენტი არ გამოეპაროს, იმიტომ რომ ეს პაციენტები არიან სერიული ოპერაციების მოყვარული, ასე ვთქვათ. ძალიან ცოტა, დაახლოებით 10-15%-ია ეს პაციენტი, შესაბამისად მარტივია ამათი გამოვლენა, მაგრამ ის რომ ადამიანი რეგულარულად დადის და უვლის თავს, ეს მხოლოდ მისასალმებელი. ძალიან დიდი მადლობა. ნინო ნადირაძე, კუზანოვა, კუზანოვების ოჯახის ძალი, ჩვენი წარმომადგენელი. გასაგებია, თუმცა საზოგადოება მაინც, როდესაც წარადგენ ნინო კუზანოვას, უფრო ადვილად ხდება მისი აღქმა. ბუნებრივია ფაქტია, რომელსაც ვერ გავაგზავნებთ. მამა ბრუნავს საფლავში. კუზანოვის. ქალბატონო ნინო, რა არის პლასტიკური ოპერაცია? ეს არის ჯადოსნური ჯოხი, როდესაც ერთი ადამიანი შეიძლება გახდეს ულამაზესი, უმშვენიერესი თუ უბრალოდ გზა რომ მოახდინო პატარ-პატარა გარკვეული კორექტირებები საკუთარ თავში. ხშირ შემთხვევაში ადამიანებს აქვთ მოლოდინი, რომ ამ ოპერაციების შედეგად გახდები ძალიან ლამაზი. აი ზუსტად ეგ შეცდომაა, რომ ძირითადად ღუპავთ პაციენტებს, როდესაც ისინი რაღაც პერფექციონისტული იდეებით შეპყრობილებით ცდილობენ, რომ თქვათ არაადეკვატურად აღიქვამენ თავიანთ გარეგნობას და რა ქვია, მათ მიაჩნიათ, რომ აი რაღაც აი ეს კურნოსაც ხვის თუ დაიბჯენს და ის დიდი ყმარო აქვს და თქვა სამკუთხედი ცუდი შუბლი და რაღაცა ის არაფერში არ წერია, აი ესეთი კონდახივი ცხვირი აქვს და უნდა რომ აი მას თუ დაიკურნოსებს, გახდება უცებ ნატალია ვაჯანოვა. ეს ასე არ ხდება და ამიტომ ძალიან ხშირად, როდესაც ეს გოგონები იკეთებენ ქალები, თქვა ესეთ ჩარევას და თქვა კარგი ცხვირი რაც არ უნდა კარგი გამოუვიდეს, აი ეს შედეგი უცებ რომ ვაიმე დედა ამ ცხვირით გამოვიდა, მაგრამ მაინც ის დარჩა, აი ეს არის მათთვის ძალიან იმედგაცრუება. თუმცა მე მგონი ბატონი გიაც უხსნის ამას ყველას პაციენტებს, რაღაც მაქსიმალურ შედეგს ბედნიერს კი არა. ხო, ნუ ამის მერე გახდება მერლინ მონრო და იმის მერე დაიტაცებენ. არ ხდება, იმიტომ რომ როგორც წესი, როდესაც ადამიანი საინტერესოა, კაი ტიპია, იქ შინაგანად, გარეგანად, აბსოლუტურად არ გინახიათ ძალიან შარმიანი, ძალიან შეუხედავი ქალები, რომლებსაც აქვთ შინაგანი ისეთი ბუნება, ისეთი ენა, ქცევა, მანერები. გასაგებია, მაგრამ ვისაც არ აქვს ეს ბუნება, რა ქრას და უნდა სულყოფილიყოს. არა, ხო და ამიტომ ვიძახი, რომ ეს მაინც გააქვს იმას თავს, მაგრამ როდესაც ესეთი შინაგანი ბუნება გაქვს გადასარევი, ცოტა რაღაცა აკლია შენ გარეგნობას. რატომ არ უნდა გაიუმჯობესოს ეს გარეგნობა მითხარით? ანუ პლასტიკური ოპერაციის ჩარევის შედეგად ვერც ერთ შემთხვევაში ვერავინ ვერ გახდება ანჯელინა ჯოლი. ანჯელინა ჯოლი ხო ცოტა ტუჩი დაიმატა, ოდნავ ცხვირის კონჩი კი დაივიწრობა, მაგრამ ის მანამდეც არ იყო ცუდი, უბრალოდ გახდა კიდევ უფრო ლამაზი. ხო, მაგრამ ბევრი პლასტიკური ოპერაციისგან მე უფრო ჯექსონს ემსგავსებიან. იცი რა არის? არა, ჯექსონს ემსგავსებიან, როგორ გითხრა, ეს არის თვითონ პაციენტი ძალიან ხშირად მოდის დირექტივებით ექიმთან, რომ მე მინდა ეს. შენ უფრო უკეთესიც რომ გაუკეთო, შეთავაზო 1000 საუკეთესო ვარიანტი, რომ იცი შენ სახე ცოტა ეს მოუხდებ. არა, მე ვიცი. უკეთებენ მე ზუსტად ისეც რაც მათ მოითხოვა და ხო უცებ ეს არ გამოდის ის რაც თვითონ უნდოდა და თურმე ექიმია მართალი, მაგრამ როგორ ახლა მაგას არავინ არ აღიარებს რომ ექიმია მართალი და აბსოლუტურად მე მიდის ამ ექიმებზე ისა რომ თქვენ არ გამიკეთეთ ის რაც მე მინდოდა. ხშირად არიან ხოლმე პაციენტები, რომლებიც პლასტიკური ქირურგების შემოქმედებისა და მათი საბოლოო პროდუქტის უკმაყოფილოები არიან. აი ხა გეტყვით სტატისტიკას, მე რომ დამიძახეთ აი ამ გადაცემაში მომიწვიეთ და ვესაუბრეთ ჩემს მაზლს, ჩემი ქმრის
მის ძმას, რომელიც არის ასევე არაჩვეულებრივი პლასტიკური ქირურგი, ინგლისური სკოლა აქვს გავლილი, გადასარევი ბიჭი და ეს ევროპულად ან ყველაფერი დაჩოთქილი აქვს და ანგარიშებული აქვს. მითხარი, აი ბოლო უახლოეს პერიოდში რამდენი ცხვირი გაქვთ გაკეთებული? 1000 ცხვირი მითხრა. ეხლა როგორ წარმოგიდგენია, რომ 1000-დან თუნდაც 200-იც რო ყოფილიყო უკმაყოფილო ის 800 მივიდო და 1000-დან შეიძლება იყოს უკმაყოფილო 3-5 ადამიანი და ესეთი 0,02%-ს არა სასურველი რეზულტატისას ეს მედიცინა ამას ამართლებს და ამას ვერსად ვერ გაექცევი. მაგრამ რატომ ჩამოვიდა აი ამ 0,02%-მდე? მაგალითად ცხვირები კეთდებოდა ადრე დახურული წესით. და აი თქვა ძველად გაკეთებული ცხვირები უფრო მეტად შესამჩნევია რომ აი არაბუნებრივია, რაღაცა აკლია და ესა დღევანდელ დღეს ყველა მოწინავე სპეციალისტი რომელიც აკეთებს ცხვირის ოპერაციებს კეთდება უკვე ღია მეთოდით და ღია მეთოდით ჩვენ უკვე პროგნოზირების საშუალება გაქვს რომ აი ესეთ ცხვირს გამოიყვან, ესეთი ის იქნება. ანუ აი ამ ახალი მეთოდის დანერგვამ ბევრად უფრო გააიოლა პროგნოზირება იმისა რა ცხვირი გამოვა. რაც დახურული მეთოდის დროს ეს პროგნოზი არ არსებობდა. როდესაც იყო აი ეს ძველი მეთოდიკა, თუმცა იქაც აი ალბათობა იყო ზეტა 70 на 30, что вышло бы или не вышло бы. ძალიან დიდი მადლობა. როდესაც ცხვირის ოპერაციებზე საუბრობ, აუცილებლად გაგახსენდება წოპე, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ეს იყო დომინანტი ქართულ ბაზარზე, სადაც კეთდებოდა ცხვირის ოპერაციები და წოპეს ცხვირებიც იყო ესეთი დამკვიდრებული ტრადიცია. ჩვენთან ერთად სტუდიაში იმყოფება ბატონი სურა ხურციძე, სწორედ წოპეს კლინიკის ხელმძღვანელი საქართველოში. რეალურად რამდენად შეიცვალა თავად კეთების ტენდენცია, თვითონ ფორმები, იმიტომ რომ ხშირად, როდესაც საუბრობთ თუნდაც 10-ან 15 წლის წინ გაკეთებულ ოპერაციებზე, ყველა ცხვირს ერთი და იგივე ფორმა ჰქონდა. რაც შეეხება ტექნოლოგიებს, ძირითადად ტექნოლოგიები მოდის დასავლეთიდან, ამერიკა, ევროპა. გარდა ტექნოლოგიებისა კიდევ მნიშვნელობა აქვს ძალიან ექიმის ესთეტიურ გემოვნებას. ეს ძალიან გადამწყვეტი ფაქტორია. ასევე თვითონ პაციენტის მოთხოვნებს, იმიტომ რომ ეს ტექნოლოგიების განვითარება საერთოდ დამოკიდებულია პაციენტის მოთხოვნებზე. დღევანდელი ტრენდი მაინც არის ის, რომ ყველა ცხვირი იყოს ბუნებრივი, რომ არ ეტყობოდეს, რომ ეს არის, ესე იგი, ქირურგის ხელია ამ სახეში, თქვათ, ჩარეული. მე მაპატიეთ, არადელიკატური კითხვა, თქვენ ვინ გაგიკეთეთ ცხვირის ოპერაცია? ჩემი ოპერაცია იყო იძულებითი, როგორ მოვყევით ავარიაში და გზიდან გადავრეკე სასტრაფო და ესეთი სასტრაფო მეთოდით ივადა საშამ, ჩამიმასკნეს ეს ძვლები, ჩამისვეს გიფში და გაავარდნენ იგუგას საშუალებას. ახლა რომ საშუალება გქონდეს, თქვენ გაიკეთებდით ხელახლა ოპერაციას? ახლა ეს ჩემი ცხვირი არ მომწონს, თქო ვერ გეტყვით, ის ზის ჩემს სახეში, მაგრამ მე როცა დღეს გუგას ცხვირებს უყურებ, როგორც უკეთებს ამ ჩემ მეგობრებს, რაღაცა კივი და წივი და გული მისკდება ბოღმის და დიდი სიამოვნებით მინდა რომ გამიკეთოს, მაგრამ გუგა ხო იცი შინაურმხდას შენდობარეს გადაიხადე და გაგიკეთებ, ნუ ხუმრობით ეს. თორე აი თვალ დახუჭული, აი გუგა თუ მეტყვის თან ესეთი თვალი აქვს, რაღაცა ახალ თაობას უკვე სხვანაირ თვალი აქვს, სხვანაირად უყურებენ, სხვანაირად აღიქვამენ ამ გარეგნობის მომენტებს. თავად ხშირად მიმართავთ თქვენს მეუღლეს სხვადასხვა ოპერაციებისთვის? ოპერამ კერდი გამიდიდა. დიდი კმაყოფი თვითონ შეწუხდა ეთყობა და იმიტომ გამიდიდა. ამისთვის გააკეთა. უფულოდ, ხო, უფულოდ. უფულოდ. რო ვეხტებოდა, ხო, იცი ზურგზე ვიწექი თუ მუცაზე ვიწექი ვერ გაიგო და ამიტომ არა. ხო და ეს რაღაცა დამატებითი ფერხორცი ჩემში შეიტანა და აქედან გამომდინარე, იცი, როდესაც მე რაღაცა ჩივილი მაქვს ობიექტური და ის ამას ხვდება და როგორც ჭეშმარიტი პლასტიკური ქირურგი აბსოლუტურად მიგებს. კი, это у тебя не годится. მაგალითად მიწუნებს კოჭი გაქვს სქელი, მართალია არავინ არ ამის გასწორება შეიძლება პლასტიკური ქირურგიით თუ არა? სქელი კოჭის კი შეიძლება. 21 საუკუნეში აღმოჩნდა ყველაფრის კოლექტივში. კოჭი მაქვს თაკეთიანებს ეხლა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი საშუალება არსებობს პლასტიკურ ქირურგისათვის, არც ერთხელ არ მიუმართავს ირმა სოხაძეს. რატო? იცით, ახლა უსმენ ქალბატონებს და ალბათ მართალია, საერთოდ სულყოფისკენ სწრაფვა ეს უსასრულოა და მართლაც მისასალმებელი.
და რასაკვირველია, მე რაღაცები გამეკეთებია, ბევრად ლამაზი ვიქნებოდი, მაგრამ უბრალოდ არ ვთვლი, რომ ეს არის ძალიან ჩემთვის პირადად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. მივესალმები ყველას, ვისაც რამ გაუკეთებია და არავის აბსოლუტურად არ ვაკრიტიკებ, არც ვამბობ, რომ არ არის საჭირო, გარდა ერთი შემთხვევისა. მისარ ძალიან გული მწყდება, როდესაც ახალგაზრდა გოგონები, აი რაც ნინომ ბრძანა, იმიტომ რომ გახდნენ კიდევ უფრო ლამაზები და რაც მე სალონომ დაამატა, ემგონებიან ჯექსონს. ეს ძალიან ხშირად ხდება. იმიტომ რომ ამ მართლა საოცრად ბევრი ოპერაციის შემთხვევაში უკვე ცხვირი სამჯერო გაიქ აღარ რჩება ეს ცხვირი, ხო და მე ორი ნახრეტია ცხვირის მაგერად. მე არ შეიძლება ტუჩები უზომოდ გაიდიდო, მე არ ვიცი, აი მე პირადად კიდე დიდი მოგზალებით ვამბობ ამას და ბოდიშის მოხდითაც ერთ შემთხვევებში არ მომწონს, როდესაც ადამიანს ეტყობა რომ მას აქვს რაღაცა გაკეთება. მე მიჩვენია ეტყობოდეს რომ გასაკეთებელი აქვს და ბევრი ძალიან ლამაზი ქალი მართლაც ბუნებრივად დაბერდა. ბევრი ასეთი მაგალითის მოტანა შემიძლია, იგივე ვანესა რედგრეივი, იგივე თუ გნებავთ ოდრი ჰებერნი, რიტა ჰეივორდი, რა ძალიან ბევრი. ნუ ვეიდანავე თუ გნებავთ ანა მანიანი, რომელმაც თვითონ თქვა, რომ ეს ჩემი ნაოჭები ძალიან ძვირი მიიღეს, რომ გავისწორო და ამოვივსო. ხა მე არის აი ერთ ნაოჭი მაქვს, რომელიც ძალიან მაწუხებს. მინდა ამოვივსო, მაგრამ ძვირი დამიჯდაო ეს ეს. ხო და ნუ ეტყობა ახსენდებდა რაღაცას თუნდაც კივილიანს, მაგრამ ისიც ძვირფას. არ ვიცი, ამას ყველა ინდივიდუალურად წყვეტს, მაგრამ მე არ ვიცი, მოკლედ ფიქრობ, რომ ძალიან თუ არ გამიჭირდა და ძალიან არ დავმახინჯდი, ვეცდები რომ ცხვირის გასასწორებელი მაქვს, ვერ ვიტყვი რომ идеალური ნაკვთები მაქვს, ძალიან მაგ ილუზიებისგან შორს ვარ, მაგრამ თუმცა ბუნებრივია პლასტიკური ქირურგიაც არ არის 100%-იანი გარანტია იმისა. სულ არ არის პანაცეა, რომ იყო კარგად და კარგი. ქალს იმდენი საშუალება აქვს, რომ იყოს კარგად და მართლა შინაგანად ასხივებდეს, რომ სულ არ არის საჭირო რაღაც ბოტოქსების კეთება. ესეთი გალიფე აქვს გოგოს. მე ვამბობ, როცა ნაკლია. ყველაფერი თავის ადგილზე და აქვს ეს გალიფე, რომელიც ყვირის აუშნოს და ეს რომ მოდიან და აი ჟაკეტის ეს სწორება. აი მას არ ჯობია რომ წავიდეს და ეს არის ზუსტად 1 საათის ისა რომ სახში მიდი საათ ნახევარში და აი ეს რაღაცა თუმცა მძიმე ოპერაცია ჩვენ კადრები ვნახეთ აი მართლა ეს მძიმე ოპერაცია არის ქირურგისთვის. იმას ძინავს ტკბილად, ნარნარად, იღვიძებს ერთი წვეთ სისხლერ, ხედავს, გააბინტული, გამობინტული და მეორე დღეს მიდის სახში. სპეციალური როგორ არის ამ შემთხვევაში, როდესაც იკეთებენ ლიპოსაქციას? არის ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, რომ შემდეგ გარკვეული ეტაპის შემდეგ თუ არ მიაქცია ყურადღება ამას, არ გქონდა კვების სპეციალური რეჟიმი, შეიძლება იმავე ადგილას ცხიმები დაბრუნდეს და ისევ იგივე პარამეტრები მიიღო, რაც გქონდა. ყოფილა ესეთი პაციენტები, როდესაც გასულა რაღაც 1-2 წელიწადი და მოსულა ორჯერ უფრო დიდი ვიდრე იყო მანამ. თვითონ ტირილით ვერ შევინარჩუნე. სხვანაირად მოვიქეცი ვიდრე თქვენ მითხარით. ძალიან ხშირად გაიგებ ხატია შამუქიას, რომ ის პლასტიკური ქირურგიის მოყვარულია და ესთეტიკური მედიცინის ხატია. მოგვიყევი რეალურად რა ხდება შენს თავს? მე რა თქმა უნდა მოყვარული ვარ და ძალიან მიყვარს საერთოდ ექიმები და აი განსაკუთრებით ეს ადამიანები, რომლებიც ახლა ჩემ წინს ხედან, იმიტომ რომ არ შეიძლება იყოს პლასტიკური ქირურგი და არ იყოს ესთეტი, ანუ და როცა მით უმეტეს ძლიერი სქესი ესთეტიკას ემსახურება, ეს არის ალბათ ძალიან პატივსაცემი. მე არ არსებობს თემა გადაცემაში პლასტიკური ქირურგიის რო არ მიმიწევენ. ამ დროს რეალურად მაქვს ჯერჯერობით მხოლოდ ტუჩები გაკეთებული. ბატონმა გიამ ისეთი 4 ჯადოსნური ჩხრეტა ჩაატარა, რომ თელმა თბილისმა აღიქვეს თელ პლასტიკურ ქირურგიად და ძალიან შიში გქონდა თავიდან, როდესაც მიდიოდი? არანაირი. იცი რა, მე საერთოდ ფიქრობ, რომ პაციენტი თუ არენდობი ექიმს, ნებისმიერ სფეროში, არა მარტო ქირურგიაში, იმასთან არ უნდა მეხუთე. იმიტომ რომ დამკვიდრებული ტრადიცია, ფსიქოლოგები ამბობენ, რომ როდესაც პირველ შიშს გადალახავ, ანუ პირველ ოპერაციას გაიკეთებ, შემდეგ მეორე, მე-10, მე-15 უკვე აღარ გიჭირს. არა, იცი რა არის, ნდობა, ყველაზე მთავარია ნდობა და როცა ხედავ იმ შედეგს, შენს წინამორბედზე, იმის წინამორბედზე, რომ ეს არის იდეალურად გაკეთებული, იცი რა, მე მგონია, რომ საერთოდ პაციენტის განწყობა ძალიან ბევრ ამას ცulis თვითონ პაციენტის და ექიმის დამოკიდებულებაში და როცა მედიხარ აბსოლუტურად დარწმუნებული და ყველაზე მნიშვნელოვანია ალბათ, ხა მე არ მინდა რაღაც რჩეველად გამოვიდე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, როცა ექიმს უჯერებ. იმიტომ რომ შენ შეიძლება გინდა მეტი, გინდა უფრო პატარა, უფრო დიდი ტუჩი, უფრო აწეული თვალი, მაგრამ ექიმი ხო პროფესიონალია, შენ ხომ არ ხარ პროფესიონალი და როცა უჯერებ და იმ დოზას იკეთებ, რაცაც ის თავაზობს, გამოდის ყოველთვის იდეალური. ყოველ შემთხვევაში მე ესე მჯერა და მე მგონი ესე არის, ხო ესე არის. უნდა დაუჯერო. მნიშვნელოვანი მომენტია კიდევ, რომ ძალიან ხშირია, როდესაც აი როგორც ძალიან მოდიან ხოლმე პაციენტები და აქეთ გასწავლიან.
ასე კი უნდა გავაკეთო. აი ეს უნდა მოჭრათ აქ და ეს მიმიკერეთ აქ. ასეთ სიტუაციაში ამ პაციენტთან თანამშრომლობა არ შეიძლება. მართალია, ყოველთვის შეგიძლია უთხრა, შენ ხო ასე გინდოდა, მაგრამ ეს საკუთარი თავისუფლად მცემლობა რო აყვე პაციენტს ამ სიტუაციაში, მით უმეტეს პირველ რიგში არა უხსნა ამას რა მოყვება რა სიტუაცია იქნება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ექიმმა დაარწმუნოს პაციენტი და თუ ვერ ხდება დაჯერება და დარწმუნება, ამ დროს თანამშრომლობა არ უნდა შედგეს. მაშინ დელიკატურ უარს ეუბნებით და ეს თქმა. არა, რატო დელიკატურ? ჩვენ ღიად შეგიძლიათ უთხრათ, ვიცი ჩვენ ვერ ვითანამშრომლებთ, იმიტომ რომ მე სხვანაირად მესმის, თქვენ სხვანაირად. ხშირია პაციენტები, როდესაც დეპრესიაში ვარდებიან საკუთარი გარეგნობის გამო? ძალიან ხშირია პაციენტი ვარდება დეპრესიაში ქირურგის არასწორი ქმედების გამო. როდესაც ქირურგი უხსნის ზღაპრებს, როდესაც პირდებიან შეუძლებელს იმის გამო რომ ეს პაციენტი დარჩეს აქ, კარიკაჩკა რაღაც გავუკეთოთ, იმიტომ რომ ხანგრძლივი არ იყოს საუბარი პაციენტთან, ვერ გაერკვია რა შეასაქმე, რა უნდა ამ პაციენტს, შესაბამისად ეს პაციენტი სამწუხაროდ ვარდება დეპრესიაში და დგება დიდი პრობლემა. მე რეიწყება, მოდი ახლა კიდე მეორე ოპერაციას გაიკეთებ, ამის მაგივრად იმას გაგიკეთებ, როგორ შეიძლება ადამიანს შესთავაზო, რომ მოდი მე შენ ამას გაგიკეთებ, იმიტომ რომ ეს გაკლია. ეს არის სრული აბსურდი. ადამიანი თვითონ უნდა მოვიდეს და თქვას რომ მე აი ეს პრობლემა მაქვს და ეს უნდა გავიკეთო. ძალიან დიდი მადლობა. სალომე, რამდენად მორჩილი პაციენტი ხარ ამ შემთხვევაში პლასტიკური ქირურგებისთვის, რამდენად ხშირად მიმართავ მათ თუ არასდროს არ მიმართავს, არ ვიცი რამდენად კარგია, ცუდია, ყოველ შემთხვევაში ახალგაზრდაა ჯერ. თუმცა შენზე ძალიან ხშირად საუბრობენ, რომ ერთი ოპერაცია გაიკეთა, მეორე operatsiya გაიკეთა. როგორ მაინტერესებს. ბუნებრივად, შენ ჩემზე უკეთესად იცი შენზე რა საუბრობ. იცი რა არის, ორი გადაცემა მიმყავდა და ერთ გადაცემაში სხვანაირი განათება იყო, მეორეში სხვანაირი. ანუ დილა როცა მიმყავდა, იქ ზედმეტად გადანათებული ვიყავი და ცხვირი მიჩანდა იდეალური და ამბობდნენ რომ მოუხდა გაკეთება. მე აი ყოფილი ცოლების კლუბი რომ მიმყავდა, ამბობდნენ რომ რაღაცა ვეღარ არის გაკეთება. ანუ ეს განათების ბრალია რეალურად. მე გადაგვანათეთ რა კარგად. რა არ შეუძლია ტელევიზიას გააკეთოს. აი შეუძლია ის რომ სხვადასხვანაირად. იმიტომ რომ დილაში კარგ ხასიათზე იყო. დიახ, ალბათ იმას დამსახურება ეს ყველაფერი. არ მალავ და იქ ცოლები ისე ტანჯავდნენ და შეჭრილდი მდგომარეობაში, ცხვირით აღარ ქონდა ლამაზი და. სალომე, შენ გაქვს თუ არა შენ ჩამოყალიბებული პოზიცია, ანუ შენ უარს ამბობ პლასტიკურ ქირურგიას თუ უბრალოდ ფიქრობ რომ ეს ესთეტიკური მედიცინა არ გჭირდება? არა. პლასტიკური ქირურგია ძალიან მინდა რომ რაღაცა ჩარება მოვახდინო და ბატონ გიასთან ვიყავით, რაღაცა მინდოდა რა ვერ გავიგე. ხან ცხვირი მინდა, ხატუჩი მინდა, ყველაფერი მინდა. მაგრამ ბატონო გიო დამამშვიდა, დამაწლარ და მითხრა ცოტა ხანი წადიო, დაწნარდიო, დამშვიდდიო და მე გამოვიარებ და ვერ ყველაფერი მინდოდა. იცი რა არის? არ ვიცი, ეთქობა იმდენად არ მაწუხებს რომ ჩარება მოვახდინო, თორე სიამოვნებით მე მივესალმებ იმ ადამიანებს, რომლებიც ისწორებენ იმ ნაკლს, რომელიც აწუხებს. როცა გაწუხებს რაღაცა ქალს, ხარ დეპრესიული, სარკეში არ გსევნებს, შეხედო, რატო არ უნდა გაიკეთო პირიქით? არაჩვეულება. ბატონო, ხშირად მოდიან თქვენთან პაციენტები, რომლებსაც არ იციან რა უნდათ, თუმცა იციან რომ სჭირდებათ ესთეტიკური მედიცინის ჩარევა. საკმაოდ ხშირად მოდიან პაციენტები, რომელიც უბრალოდ აი დაждდება და ფიქრობს, მე რეიცი. უყურებს, ნუ აი რამჭირდება მე. აი მე რამჭირდება მე დავშათ. ან ნუ ეთქობა, აფორიაქებულია, რაღაცით შეწუხებულია, ხშირია ხოლმე ამის ბექგრაუნდი ესეთი, რომ რაღაცით არის შეწუხებული, რაღაც პრობლემა ქონდა. გადაწყვიტე, მოდი ახლა ალბათ ეს ცხვირი მიშლის მე. დავალ ახლა ცხვირს გავიკეთებ, იქნება ყველაფერი კარგად. და ქმარი მობრუნდება. სასურველია, რომ ამ დროს თუ სხვადასხვა აი პრობლემა. თუ ატყობ პაციენტს ესეთი პრობლემა აქვს, ხო რა თქმა უნდა, ჯობია ცოტა ხანი შეაჩეროთ, მისცეთ საშუალება იმას დაფიქრდეს. აჩვენოთ რა თქმა უნდა, ტარდება სრული კონსულტაცია ხა. მათ ესეც არ არის საქმე, მე ხშირად ვეუბნები ხოლმე პაციენტს, რომ სწორად გამიგეთ თუ რაღაცაზე უარს გეუბნებით, იმიტომ რომ მე სხვა საქმე არ მაქვს. მე აქ იმიტომ ვზივარ, რომ რაღაც შემოსავალი მიიღო შესაბამისად, ხო, მაგრამ ნამდვილად არა ვარ დაინტერესებული, რომ ჩვენი აზრები ერთმანეთს არ დაემთხვეს და მე თქვენმე მაგინოთ თელი ცხოვრების განმავლობაში. ყველა ჩემი პაციენტი უკვე მე ისეთ ასაკში ვარ, ყველა ჩემი პაციენტი თითქმის ჩემზე ახალგაზრდა ესე, რომ დიდხანს მეღოლება საგირებელი ცურა. ალბათ მე მგონი ჭირდება აი თვით დაჯერების შეგრძნება. და ამ თვით დაჯერების შეგრძნებისთვის ხომ არის ორი მეთოდი. ეს არის რომ ან შეინარჩუნო შენი სილამაზე თქვენ შემთხვევაში არაჩვეულებრივად გამოიყურებით და არის მეორე რაღაც კორექტივებით შეიტანო. თუ ეს მაგალითად შენ კომფორტს მოგცემს, ეს არის მეგონი დიდი ბედნიერება. ძალიან ხშირად არის ჩამოყალიბებული მოსაზრება, რომ ადამიანები პლასტიკურ ქირურგთან მიდიან იმისთვის, რომ საკუთარი პირადი ცხოვრების პრობლემებმა შეაწუხა და ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი გამოასწორებს. არსებობს ხოლმე ეს? კი, არსებობს. აი ზუსტად ეს შემთხვევა იყო ჩემ სიტუაციაში, ზუსტად იმ პერიოდში ქმარს გავშორდი და რატომაც ეს ცხვირი არასოდეს არ შეუწუხები ვარ ამ ცხვირს ჩემ მთელი ცხოვრების განმავლობაში. მის თბილისი გახდი და არავინ არ არ შეუწუხა.
აი მე ხო არის რომ აი რაღაცა ესეთი მომენტი არსებობს ყველა ქალის ცხოვრებაში გაცილება განაპირობა თქვენმა ვიზუალურმა მხარემ. არა, ეგ სხვა რაღაცა არის აბსოლუტურად, მაგრამ ნუ ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება რაღაცა ესეთი მით უმეტეს ქალის და მით უმეტეს საქართველოში, რომ ამას შენ ვერასოდეს ვერ მიხვდები რა ხდება შენ ცხოვრებაში და არის ესეთი დარტყმები, რომლებიც ჩვენ ქალები ვარ და უნდა ამას ეს უნდა გავიაროთ სულ ყველა. და ესთეტიკური მედიცინა გეხმარებათ გადაგორებას. ესეთი ჩვეულებრივი, ეს ერთ-ერთი მე ჩვეულებრივი ქალი ვარ და ჩვეულებრივად როგორც ყველას ასევე მეც და მემართა და მე შემემთხვა და უცბად არ მომეწონა ჩემი ცხვირი. აი ზუსტად აი ასე დაიწყო ეს ყველაფერი. აი ზუსტად. და აი ამას სხვათა შორის აი გავატანე აი მთელი ჩემი დადი და აი რაღაცა არის ეს მომენტი, როდესაც აი ამას გამოყევხარ მდგომარეობიდან. მე მინდა ვთქვა რომ აი ხო აი რაღაცა ელემენტი, აი კორექტირება, თუმცა ძალიან პატარა ის მქონდა შეტანილი ამ ცხვირში, ხა ცხვირს აი ამხელა ცხვირი არასოდეს არ მქონია, მინდა ყველას უთხრა, მაგრამ აი რაღაცა კორექტირება შევიტანე და აი დავწყნარდი და დამშვიდი და სხვათა შორის ამან ერთ-ერთი ქალების აი ეს ფსიქოლოგიური ის გადატანის საშუალება. ანტიდეპრესანტი არის ერთ-ერთი. ძალიან დიდი მადლობა. დღეს ჩვენ საუბრობთ პლასტიკური მედიცინისა და ესთეტიკური მედიცინის პლუსებზე, თუმცა ძალიან ხშირია შედეგი, როდესაც ადამიანი მიდის ესთეტიკური მედიცინის ცენტრში, იკეთებს გარკვეულ კორექციას და შემდეგ აღმოაჩენს, რომ უფრო სავალალო შედეგი მიიღო. ახლა სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი რიკა ყაზბეკი შემოგვიერთდება სტუდიაში და თავის ისტორიას მოგვიყვება. შენ შემთხვევაში ყველაფერი დაიწყო იმით, რომ გადაწყვეტე მოგეხდინა ტუჩის კოლექცია. ჩემ შემთხვევაში დაიწყო იმით, რომ დამემართა ის, რაც ემართება ქალების უმრავლესობას. გადავწყვეტე, რომ ეს ყოველდღიური რუტინა შემეცვალა, დეპრესიაში არ ვიყავი, პირადი ცხოვრება მქონდა ფანტასტიკურად იმ ეტაპისთვის და აი ჩემი ძალიან დიდი შეცდომა და აი სამარცხვინო ფაქტი, რასაც არავის არ ურჩევდა, ლექციებს უტარებ ახლა ჩემს მოდელებს, რომლებიც აი თვალი უჭირავთ პლასტიკური ქირურგებისკენ, მიუხედავად იმისა, რომ 17-18 წლისები არიან, ჩემს გარეშე გამორიცხულია, ვერცად ვერ წავლენ, ისეთი გამოცდილება აქვთ მათ ხელმძღვანელს, თუმცა მათ არიციან ამის შესახებ და ახლა პირველად გაიგებენ. მაგათ ტუჩი შევიყვანე გელი, მაგრამ ეს იყო ძალიან მცირე დოზის, არ მინდოდა რომ ანჯელინა ჯოლი ყოფილიყავი და რაც მთავარია, მინდოდა ეს ყოფილიყო სამთვიანი. აი ნინო შენ ზაგირეკე გუგასთან მინდოდა კონსულტაცია ბატონ გიასთან მივედი კონსულტაციაზე ვიყავი კი და გავიდა 5 წელი. და მინდა რომ დავიბრუნო ჩემი ტუჩი, სხვადასხვა არაზრს არ მქონია ესეთი ტუჩი, ხას რო იცახიან. მქონდა პატარა ზომის, ახლა ჩემს სახეზე არ შეიძლებოდა ძალიან დიდი ტუჩი მქონოდა, ხო? და დამიჯდა ძალიან ძვირად და მას მე დავდივარ, ვისთან არ ყოფილა, ნუ მითხეს ოპერაცია, ამ ოპერაციასაც მეშინია, ვაი თუ ჩემი ანუ რა შეცდომა იყო დაშვებული თქვენ შემთხვევაში? ტყუილი იყო. ნუ და რაც აი არის ყველაზე საშინელება. მე ვფიქრობ, ახლა პარადოქსულ რამეს ვიტყვი. პლასტიკური ქირურგი გაკეთდა ტუჩი. ეს გავიკეთე სალონში ვაკეში. როდის? აი რამდენი ხნის წინ? 5-6 წელი იყო გასული და ეს არ უნდა მქონდეს. დღევანდელი გელები, რაც არის ბიოთავსებადი ჰიალურონის მჟავაზე შექმნილი ეს გელები, რომელიც არის 8-10 თვეში მაქსიმუმ წელიწად ნახევარში წოდება, მაშინ ესეთი ტიპის გელები არ იყო. მაშინ იყო ურაგენი რაღაცები, რომელიც იყო მუდმივი. ანუ ტუჩმა მიიღო დეფორმაცია თქვენმა ტუჩმა? დიდი დეფორმაცია არა, ასიმეტრია ეხლა ბუნებრივად ისედაც გვაქვს, ხო ვიცით? არ გამოდის და აი ეს ტყუილი იყო ჩემ შემთხვევაში. ყველა ქირურგმა იცის, რომ აი აკრილამიდის გელი არ უნდა გააკეთო, იმიტომ რომ ეს არის დიდი ბოდიში ნაგავი. თუმცა კანონით არავინ არ უყურებს. ყველაზე ცუდი რაც ახასიათებს აქვს მიგრაცია. შეიძლება ტუჩიდან ტუჩი არსად არ წავა ეს. არა, მიგრაცია მე მინახია ჩამოდის აქ. აი აქაც ამოს. ქვემოთ არ ჩამოდის, მე და ხათია. შეიძლება გიორგი შეიძლება ტუჩით შადებული გელი ამოვიდეს ყურთან თუ როგორ არის? რუსეთში ესეთი პრობლემები ძალიან ბევრია, იმიტომ რომ აკრილამიდის გელები ძალიან ბევრი იყო თავის დროს. და ასევე იქიდან მოდიოდა ზოგიერთი ასევე და ბევრი მინახავს ესეთი პაციენტები, რომელიც როდესღაც, აი ზუსტად მათი პრობლემა არის ის, რომ ამ გელების, რომ სადღაც 15-20 წლის შემდეგ შეიძლება კიდევაც მოხდეს, რომ მერე მოხდეს ის პრობლემა და არა ეხლა, არა მომავალ წელს და არა 2-3 წელიწადში, სანამ ეს სალონი ან ეს ექიმი იქ არსებობს და მუშაობს. მოდი ახლა დავბადეჟოთ ესთეტიკური ცენტრის მედის წარმომადგენლები ჩვენ სტუდიაში და ვკითხოთ რამდენად შესაძლებელია დაშვებული შეცდომების ახლა უკვე სხვა ცენტრებში გამოსწოდება. ძალიან დიდი მადლობა რომ შემოგვერდით. რამდენად ხშირია თუნდაც შემთხვევები, როდესაც თქვენ ცენტრს მომართავენ თხოვნით, რომ მოხდეს
დაშვებული შეცდომების კოლექცია. საკმაოდ ხშირს ვერ ვიტყვი, მაგრამ არის ასეთი პრეცედენტები. კლინიკა იმითაც გამოირჩევა ჩვენი, რომ ჩვენთან არის ფართო პროფილიანი კლინიკა და არა მარტო ამ შეცდომების გამოსწორება შესაძლებელია მხოლოდ პლასტიკური ქირურგის ჩარევით, არამედ შეიძლება ასე თუ ის დაშვებული შეცდომა ან გარკვეული ნაკლი გამოსწორდეს სხვა კომპლექსური მიდგომის ლიკას შემთხვევაში მაგალითად თუ არის შესაძლებელი მის გამოსწორება? რა თქმა უნდა შესაძლებელია. მე კიდე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ესთეტიკური მედიცინას დღეს აქვს საშუალება კომპლექსურად განიხილოს პლასტიკური ქირურგის და მაგალითად კოსმეტოლოგების ჩარევის შემთხვევაში. მით უმეტეს რომ დღეს არსებობს უამრავი ახალი ტექნოლოგიები, ახალი პრეპარატები, რომელიც კომპლექსურად მიუდგებიან რას ურჩევდით თქვენ დაუშვათ როგორც სპეციალისტი, თქვენ ქირურგი ბრძანდებით არა? არა, მე ქირურგი არა ვარ, ფაქტიურად ვიყავი მედიში, ქირურგს საუბრე. ჩვენ ურჩევდით რომ მობრძანდეს ქალბატონი ლიკა კლინიკა მედიში, მასთან ჩაატარებენ პროფესიონალურ კონსულტაციებს პლასტიკური ქირურგიც, კოსმეტოლოგებიც და ურჩევენ საუკეთესო გამოსავალს, ალბათ კომპლექსურს, ასე ვთვლით ჩვენ. შენ მე ვიცი რომ ძალიან დიდი ხანია ეძებ გზას როგორ შეიძლება ეს პრობლემა გადაწყვეტო რაც გირჩევენ ძირითადად ქირურგიულ ჩარევას თუ შეიძლება ეს ყველაფერი კოსმეტოლოგიის დახმარებით აი მითხეს ქირურგიული ჩარევა ერთმა კომპეტენტურმა ადამიანმა მითხრა ესეთი რა გაგეცინებაო რასაც გეტყვიო მართლა გამეცინა და გამიკვირდა უნდა დაგიჩირხდეს ეს ყველაფერი და გამოვა თვითონ აი სხვადასხვა ვარიანტები. აი ჩემ შემთხვევაში გამოცდილება მაშინ მოვიდა, როცა უკვე ძალიან გვიან იყო და მას მერე რაც ეს დამემართა. ნუ რასაკვირველია, მე ნამდვილად ვაპირებ რაღაცების გაკეთებას მომავალში, იმიტომ რომ ვიცი რომ უკან არ წავა ჩემი ქორფა ახალგაზრდა. ხალხელია, ჩვენ საუბრობდით აქ მცირე სალონების პრობლემატიკაზე, სადაც ხდება სხვადასხვა ესთეტიკური ჩარევების გაკეთება ადამიანებისათვის, იგივე ბოტოქსი, იგივე სხვადასხვა გელის შედეგი, შემდეგ შეშვება, შემდეგ ვიღებთ სავალალო შედეგებს. რამდენად ხშირად მოდიან ხოლმე თუნდაც თქვენს კლინიკაში პაციენტები, რომლებიც ლიკას მსგავს პრობლემებს უჩივიან? კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო და ბატონმა გიამაც აღნიშნა ეს. პირველ რიგში მე მგონი დღეს ისეთი ჩვენთან საქართველოში უკვე ისეთ დონეზე ესთეტიკური მედიცინა. იმდენი კარგი კლინიკა არსებობს, რომ მე არ ვთვლი რომ უნდა წავიდეს ასეთი ესთეტიკური მედიცინის თუმცა ალბათ თქვენთან მომსახურება არის ძვირი და იქ თავაზობენ იაფ სერვისს. არ ვფიქრობ არანაირად რომ არის ჩვენთან ძვირი, ჩვენთან არის აბსოლუტურად მისაღები ფასები, ზუსტად ის ფასები, რომელიც გამომდინარეობს იმ პროფესიონალიზმიდან, იმ პრეპარატების ხარისხიდან და იმ ტექნოლოგიებისგან, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ამ შემთხვევაში პაციენტების ამას ჩვენ იცით მარტო გალამაზებასაც არ ვარქმევთ, ეს არის პაციენტების განკურნებაც გარკვეულწილად, ხო? ჩვენი სამედიცინო ტექნოლოგია ყოველთვის რაღაცის მხოლოდ კოსმეტიკურ გასწორებას არ გულისხმობს, ამას განკურნაც ქვია და მკურნალობაც ქვია. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. ახლა თქვენ ჩავთვალოთ ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც გადაცემის მზადების მომენტში დაგვიკავშირდა, ამ ადამიანმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ბოლომდე გააირკვია რეალურად რა მოხდა მის შემთხვევაში, თუმცა მას არ სურს საკუთარი ვინაობის გარკვევა. ის ახლა ჩაგვერთვება სტუდიაში, ამ ადამიანმა ერთ-ერთ თბილისის კლინიკაში ჩვენ არ ვასახელებთ, გაიკეთა ცხვირის ოპერაცია, თუმცა შემდეგ აღმოაჩინა, რომ ამ ოპერაციამ მის ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. თხოვთ გვიამბოთ თქვენი ისტორიის შესახებ. რის შემდეგ დაიწყო თქვენი პრობლემები? მოგესალმებით, ჩემი ისტორია იწყება შემდეგნაირად. მე მიმართე თბილისის ერთ-ერთ კლინიკას, ერთ-ერთ ქირურგს. ჩემი ახლობლების რჩევით მითხრეს, რომ იყო ძალიან კომპეტენტური. მიმართე გიდის გამრუდება მქონდა სუნთქვის დარღვევები და ძალიან მიშლიდა სუნთქვაში და ძილში ხელს. შემდეგ უკვე ქირურგმა შემომთავაზა, რომ კარგი იქნებოდა თუ კი პლასტიკასაც ჩავთავდით და გავილამაზებდით ცოტა სახეს. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ქალბატონს უნდა რომ იყოს უფრო ლამაზი ვიდრე ადრის და მეც დავთანხმდი. დაინიშნე ოპერაცია. ჩვეულებრივად ჩატარდა ოპერაცია და როდესაც ჩაცხრა სახე, გაიარა სილურჯეებმა, თანდემ ყველა პროცესებმა, ნახეთ რომ ვიზუალური მხარე არ იყო ისეთი, როგორცაც ველოდი.
შემდეგ უკვე სადღაც 2 თვის თავზე დაიწყო პრობლემა და დამეწყო სმენის დაქვეითება. მივმართე ადგილობრივ პოლიკლინიკას და მითხრეს იყო საცობი. ამომიღეს საცობი, მაგრამ დამრჩა რაღაცა ხმა ყურში, რომელიც მესმოდა განუწყვეტლივ და გამიშვეს ერთ-ერთ კიდევ თბილისის კლინიკაში, სადაც გავიკეთე შესაბამისი გამოკვლევები და დამიდგინეს, რომ ეს აიყო გამოწვეული ოპერაციის შედეგად და იყო ოპერაციისგან მიღებული შედეგი, ასე ვთქვათ, სავალალო შედეგი. და რა გითხრათ თავად ექიმმა, რომელმაც ეს ოპერაცია გაგიკეთეთ თქვენ? თავად ექიმმა მითხრა, რომ ეს არ იყო გამოწვეული ცხურის ოპერაციისგან. თუმცა სხვა მედიკოსები გეუბნებიან ამას. მოდი ვკითხოთ ბატონ გია გვარამიას, შეიძლება თუ არა ცხურის ოპერაციის შედეგად მსგავსი ჩივილები დარჩეს ადამიანს? შესაძლოა იყოს, შესაძლოა არა, ხა გამოკვლევაა საჭირო და ვერ გიპასუხებთ, მაგრამ თავარი მომენტი ამ შემთხვევაში გახლავთ ის, რომ პაციენტი თვითონ არ მივიდა იმ სურვილით, რომ შეიცვალოს ცხურის ფორმა. აქ ეთყობა ფორმაც არ მოსწონს, რაღაც ერთმანეთთან კომბინირებულია უკვე ჩივილები. ყურის პრობლემაც აქვს, ცხურის ფორმაც ალბათ ძალიან მაყოფილი არ არის. შესაბამისად, ეს პაციენტი რო ყოფილიყო ინფორმირებული ოპერაციამდე, რომ შეიძლება ასეთი რამ მოხდეს, მას ეს არ გაუკვირდებოდა, მაგრამ ალბათ კონსულტაცია იყო ასეთ დონეზე. მოდი გავაკეთოთ, იქნება ყველაფერი იდეალურად. ამის მერე იქნება ანუ ვაწყდებით ისევ პრობლემას, როდესაც ექიმი რეალურ სურათს არ უსახავს პაციენტს. როდესაც ნებისმიერი ოპერაცია შეიძლება გართულდეს. ნებისმიერი ჩარევა შეიძლება გართულდეს. ეს იქნება ბოტოქსის ინექცია, ეს იქნება მარტივად სახის გაწმენდა, ეს იქნება მით უმეტეს ოპერაცია, ხო? შესაბამისად, თუ პაციენტმა იცის, რომ შეიძლება მოხდეს, ადეკვატურად აღიქონს, რომ სამწუხაროდ მოხდა ეს და ეხლა უნდა გამოასწოროთ ეს პრობლემა, მაგრამ როდესაც პაციენტი არ ელოდება არაფერს და ჩვენ მას ესეთ უღრუბლო ცის პერსპექტივას უხატავთ და შემდეგ ვეტყვით, რომ არა, იცით რა, ეს შესაძლოა ყოფილიყო ასე, თავიდანვე როცოდნოდა შეიძლება უარი ეთქვა ოპერაცია. რეალობა არის ერთი. პური უნდა აცხოს მეპურემ. ანუ აი ლიკას შემთხვევაში ისევ რომ დაუბრუნდე ხა. მე არ მინდა რეკლამის სახით იცით რომელ კომპანიასაც წარმოადგენ, რომელსაც ძალიან სერიოზული ორი სილამაზის ცენტრი აქვს სალონი, სადაც როცა დავსვით დაისვა ეს საკითხი, ვიკითხე უბრალოდ რომ კონკურენცია დიდია, მითხრეს რომ არსებობს ისეთი პროფესიონალური ესთეტიკის ცენტრი, სადაც უნდა გაკეთდეს ნემსით ქირურგიული ჩარევა და სილამაზის ცენტრში უნდა მიხვიდე გალამაზებული, დაგვარცხნონ მანიკიური, პედიკიური, კოსმეტოლოგიური ჩარევა, მაგრამ ერთი პარადოქსული სიტუაცია გახლავთ. ყველა სამედიცინო ცენტრი ექვემდებარება ლიცენზირებას. ანუ თუ ჩვენთან კეთდება რაიმე პროცედურა ან ოპერაცია, რა თქმა უნდა ჩვენ კონტროლირებადი ვართ სახელმწიფოს მხრიდან. მაგრამ თუ ანალოგიური ქმედება ჩატარდა სალონში, სანამ არ მიმართავს პროკურატურას ეს ადამიანი, ხო? ის სალონი რჩება ზედამხედველობის გარეთ. პასუხისმგებლობას არ არის. ხო, სხვები კი მეტნაკლებად კონტროლულ სიტუაციაში არიან. ანუ ეს კლინიკა არ არის. ცოტა პარადოქსული სიტუაცია. აქედან გამომდინარე გამოდის, რომ ესე იგი ის არის პროკურატურის საქმე. ჩვენ ჯერ ჯანდაცვის სამინისტროს და შემდეგ უკვე თუ ისე აი მართლა მაინტერესებს, კარგი იქნებოდა იურისტი რომ ყოლოდა სტუმრად, მას ვკითხავდი უშუალოდ. ჩემ შემთხვევაში მე აღმოჩინე 5 წლის მერე რომ მომატყუეს, იმიტომ რომ არა და არ გავიდა ეს გელი. ამ შემთხვევაში არის თუ არა ნეტა ხანდაზმულობის ვარ, შემიძლია თუ არა ხანდაზმულობის ვარ. უნებრივია დღევანდელი გადაცემა, მე იმედი მაქვს, გადაცემის ეს ნაწილი აუცილებლად იქნება სასარგებლო იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ გარკვეული პლასტიკური ან ესთეტიური ჩარევის გაკეთება საკუთარ გარეგნობაში და მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ეს ყველაფერი სად, როგორ და როდის გააკეთებ. სალამ რეკლამაზე გავალ, აუცილებლად მინდა მკითხო ხატია შემოგიას. ხატია, თუ მოგეწონება მამაკაცი, რომელიც არის ესთეტიკური მედიცინის მოყვარული, ან თავის გარეგნულ იერსახეში ხშირად შეაქვს პლასტიკური ქირურგების დახმარებით კერდი გადიდებული დაუშვათ. კერდი თუ გადიდებული? მე არ დამიკონკრეტებია უცნაურობას თუ ახლა. მოგეწონება პლასტიკური ქირურგიის მოყვარული მამაკაცი, რომელიც იკეთებს სხვადასხვა ქირურგიულ ჩარევებს. მე საერთოდ ძალიან დიდ პატივს ვცემ მამაკაცებს, რომელსაც აქვთ ესთეტიზმის შეგრძნება. მამაკაც ძალიან დიდ პატივს კარგი, სულად ამ კითხვაზე პასუხი რეკლამის შემდეგ გაგვეცი, სწორედ გადაცემაში გვექნება, გადაცემის მეორე ნაწილში გვექნება საუბარი. პლასტიკური ქირურგია მამაკაცებში, ძირითადად რა სახის ოპერაციებს იკეთებენ მამაკაცები. რეკლამა გაივლის, მანე აგაგა. მადლობა რომ არ გადართეთ. Talk-show 100 გრადუსი ცელსიუსით ისევ ეთერს უბრუნდება. რეკლამის დროს საკმაოდ საინტერესო დისკუსია იყო ჩვენთან სტუდიაში, ამიტომ გვინდა ამ აქტუალურ თემაზე საუბარი გავაგრძელოთ. ქალბატონი გალი ჩიტალაძე შემოგვიერთდა სტუდიაში. პლასტიკური ქირურგების პლუსები და მინუსები. რა აქვს პოზიტივი და რა აქვს ნეგატივი პლასტიკურ ქირურგიას და სწრაფვას, რომ მინდა გავხდე ლამაზი. რეალურად მოყვება თუ არა ამ ყველაფერს ნეგატიური შედეგებიც? Ну, რა თქმა უნდა, მე ძალიან ბევრი კარგი გოგო მინახია პლასტიკური ქირურგიის მერე, ну, აბსოლუტურად
ვერ ვიტყვი რომ ხა დამახინჯებული არ მინდა ხა ესე მაგრამ დაეკარგათ თავისი ინდივიდუალიზმი აღარ არიან აი ესე შხი და ეს რაღაცა დაემსგავსენ რაღაც სტანდარტულ ფორმას ის კურნოსი ცხვირი ტუჩები დაბერილით და აი რა აბსოლუტურად აკარგა. ნახა მე ხა რამდენიმე ჩემი ახლობელს ხა ვიცნობდი ძალიან სხვანაირი გარეგნობით ცნობილი ისე მაგრამ ახლა არიან ძალიან სხვანაირი. ხა ჩემთვის მაგალითად მე ის გოგოები აი ისინი უფრო მომწონდა თავის ინდივიდუს ცოტა ოდნავ გრძელი ცხვირით და აი რაღაც სხვა შარმით და შავი თმებით და არ შეიძლება ხა რომ თუმცა გარეგნულიერსახის ცვლილებასთან ერთად არის ძალიან ბევრი ნეგატიური შედეგი რომელიც ამას მოყვება. შეიძლება ახლა ადამიანმა მაგალითად ვიცი რა მე ძალიან პატივს ვცემ დღეს ძალიან კარგი ქირურგები ყავს ძალიან კარგი რამდენიმე შემიძლია ჩამოვთვალო პირადად ჩემი ექიმი გუგა კუზანოვი ბატონი გია გვარამია თქვენ იცით მართლა მე აი ნამდვილად არ მინახი ამათი უკაცრავად რო ვთქვა დამახინჯებული ქალი მაგრამ არის ერთი ქირურგი ქალბატონი რომელიც მე ნამდვილად მინახია ნუ აი აბსოლუტურად გაფუჭებული სახეები და ნუ რას ნიშნავს გაფუჭებული სახე და ნახე წარმოიდგინეთ რომ გაქვს ლამაზი თვალები ახლა ქალს მithumetes ადამიანის სახეში ხო არის რომ აი რაღაცა განსხვავებული არის თვალი ხო ძალიან მნიშვნელოვანი და მივიდა ხა ნუ უკვე რაღაცა ასაკი მოემატა და ნუ ხდება ხოლმე დამეთა ბლეფაროპლასტიკა გრიჟა ამოეწოლს რაღაცა ნუ ეს არის იცით ისეთი უმნიშვნელო ჩარევა არის ეს რომ პირიქით აი რომ კარგი ქალი ხარ ლამაზი თვალი და უფრო ლამაზი უნდა იყო ამ დროს და ამ დროს შეიძლება მოხდეს დამეთანხმებით თქვენს პატარა ცდომილებით შეიძლება აბსოლუტურად თვალის ფორმა შეგეცვალოს და ხა ნუ წარმოიდგინეთ მე კონკრეტულ შემთხვევაზე საუბრობ თქვენთვის ზოგადად საუბრობ ზუსტად ვიცი რომ ჩვენი ახლობელი ერთი თვალს ვერ ხუჭავს ძინას თვალგახელი პლასტიკური ოპერაციის შემდეგ დიახ და მეორეს აბსოლუტურად აი ჩემი მეგობარი არის თან ძალიან ახლობელი აი ლამაზი თვალები აქვს ახლა დღესაც ლამაზი აქვს ნუ ბატონმა გიამ ვიცი რომ გადაარჩინა კიდევ და უკვე გამოუსწორა მაგრამ აი აბსოლუტურად სხვანაირი თვალები ქონდა და ნუ დღეს სხვანაირი რა თქმა უნდა ის უკეთესი იყო მაგრამ და რა შედეგი მიიღო რა მოუვიდა ოპერაციის შემდეგ არაფერი ახლა წარმოიდგინეთ რომ ესეთი ლამაზი თვალები გაქვს და უცებ ესეთი თვალები რო გექნება ანუ თქვენ ფიქრობთ რომ ეს პლასტიკური ქირურგიის დაშვების შეცდომის გამო ეს არის შეცდომა თან ზუსტად ვიცი რომ ამ ქალბატონს ესე იგი თან კიდე რაღაცა დაუკაჩა იქ რაღაცა გამოუგლიჯა ხორც აქ შრამი დამეთანხმებებია სწორედ ეს არის ვიზების გამო გაგულია უარსამობს პლასტიკურ ოპერაციებზე ხო მე ცით უსმენდი ახლა გადაცემა მე მგონი იმ ქალბატონს საერთოდ ლამაზი ქალები არ უყვარს მე ესეთი შეგვიძლია ეცით რა მე მაგათაც მივესალმები არ უნდა ეს არის დოგმა ქირურგი აუცილებლად უნდა იყოს მამაკაცი. რატო არ უნდა მიხვიდე ქალ ქირურგს? აი ხა გეტყვი რატო არ უნდა მიხვიდე. მამაკაცი როდესაც აკეთებს საქმეს, ის არის კონცენტრირებული მხოლოდ იმ კონკრეტულ საქმეზე და სხვაზე იმ წუთში არაფერზე არ ფიქრობს. ქალი ფიქრობს 1000 რაღაცაზე ერთად. აი მე ისიც ზუსტად მათე ის ქალბატონი რო აკეთებდა მიყვება ეს გოგო თვითონ რო ქალბატონი რო აკეთებდა ოპერაციას ამ თვალებს თან როგორი ისეთი ადგილია ხო თვალი ის ლაპარაკობდა სამხარეს ეს ტელეფონით და ის მომაწოდეთ რაღაცა და იქ იყო აბსოლუტურად და ჩვენი მეორე მდაქალი ესწრებოდა ოპერაციას ესე უყურებდა ხა სად ხდება ესეთი ხო და აი ეს არის რომ ქალი ფიქრობს 1000 რაღაცაზე არ შემიძლია არ უნდა საქმე ეს უტრიალებს და ვერ ახდენს კონცენტრაციას იმ პატარა სკრუპულოზურ საქმეში. გასაგებია, მაგრამ შეიძლება კაცი ქირურგის ფიქრობდეს იმაზე, რომ ვიღაცა მიატოვა. არა, მამაკაცის ფსიქოლოგებმა ეს შესწავლილი აქვს მამაკაცების ეს ფსიქოლოგიური მომენტი, რომ მამაკაცები ესე არ ხტებიან მაიმუნებივით ლიანაზე ერთი საქმიდან მეორეზე რაღაცას აკეთებენ კონკრეტულად, აი როგორც ნასაროგი, როგორ მარტორქასავით, აი იმ ადგილზე არიან მიმართული, მხოლოდ იმ კონკრეტული ამოცანით არიან დაკავებული და გარდა იმიტომ რომ პრობლემები არ აქვს, უბრალოდ მათი ტვინი არის მოწყობილი ასე. და ამიტომ გადასარევი ვარსკვლავსყეთი ისეთი სტუდენტი ვიყავ, მაგრამ ერთი წამი არ მიფიქრია რომ მე უნდა გამოსულიყავი ქირურგი და ამიტომ ავირჩიე კარდიოლოგია, რომელიც ქალისთვის ბევრად უფრო ძალიან კარგი ექიმია. გასაგებია, ქალბატონო, რატომ ამბობთ უარს პლასტიკურ ქირურგიაზე? მე უარს ამბობ, იმიტომ რომ იცით რა, მე საერთოდ შიში მაქვს, იცით რაღაც ესე, აი ყოველგვარი ჩხლეთის და ყოველგვარი არ ამოაგლიჯეს და გადააგლიჯეს რაღაც იცით და ეგრო ბატონო გია თქვენ როგორ ფიქრობთ გაგლიჯესთან დაკავშირებით ატენზვა იცით რა მე თანახმავა აი რა მომწონს აი ახლა ერთად ბატონმა ეთერიმ რომ გაიკეთოს ახლა პლასტიკური ოპერაცია ხო წარმოიდგინეთ რა ვიქნები არა ვეღარ მიცნობ უკვე არა ოდნავ კორექციას
ბატონ ეთერისთან ისეთი ინდივიდუალიზმი აქვს, აი ისეთი გარეგნო. აი ერთადერთ კორექტირება შევიტანდი, ახლა მე არა ვარ. არაფერი, კბილებს გავაკეთებდი, მეტი არა. კბილებს, ხო? მეტი არა. ხო, ეს რამოდენიმე კლუბს ახლა ჩამოვიძროფ ალბათ. მერე უკვე გავიკეთო, ხო? არა, აღარ აძრობენ, აღარ რა მაინტერესებს, იცი 102 წლამდე ხო მინდა ვიცოს ხო მინდა რომ რომელი კბილი გაძლებს. გაიგე? აბო. ყველა მე დარწმუნებული ვარ. მე მომხრე ვარ აი მკერდის გადიდების რა. აი ნამდვილად რა ხალს უხდება. აი პატარა მკერდი გოგოება თუ იმას პატარაგად გაიდიდეს რა. ქალბატონო, პლასტიკური ქირურგიიდან თუ არის პროტეზის ნიშნატოებ, თუ ოპერაციაზე მიდიხარ პირდაპირ. არა, შეგვრცხვა და წავედი. ხატია იდიდებ უკვე? ჯერ არა. აქ ჭირდება ეს? ხატია ჯერ არ ყვეს ზურგზე წევს თუ მუცელზე. არა, ჯერ ერთი ბავშვის გაჩერა მინდა კიდე და მე. ქალბატონო, რა ინტერესებს, იცი ნოდარი, აბა თუ მიპასუხებ რა. ვითომ ეხა რესპონდენტი ხარ შენ. აი რომ კერც რო იდიდებენ, მე ზე როგორ ჩაუდგება. ეს ხატია უნდა გითხრა. არა, ეხა მაინტერესებს. არა, გაკეთებული ეს ოპერაცია. ჩვეულებრივად დგება რძე. აბსოლუტურად გაკეთებული. რა, გაკეთებული, გა? აბა ასიზამდი ეხლა საპორტი ვერსაპორტი. კერდი რო არ ჩანს დიდი ეხლა მე მოვედი. ესე იგი მე აბა გაიხსენით, აბა. ვიდებოდი ხალები აი ესე რომ დასხდებოდნენ, აი აქ ღარი რო ჩდებოდნენ და შიგნით ჩაგდებული ეს ძიმე ოქროს ცეპი თავისი. ნინა, ეხლა ჩდება ღარი. ჩდება. და რო არ ჩანს, ეხლა გეუბნებით მოვედი დაშინებული პროკურორთან. ბატონო გია, თქვენ ჯერავთ ღარი რო არსებობს. ჯერავთ, მართლა? კი. არა, უნდა ჩანდეს ღარი. შემდეგ გადაცემაში მოვალ გამოჩენილი. იმიტომ კეთდება, ნინა რომ უნდა ჩანდეს, აბა ისთვის გაიკეთე. Facebook-ზე მეწყო ეგეთი კუპალნიკიანი სურათები, მაგრამ სასტიკად ამალაგმინა მეუღლე. ხო. ისეთი თავად კომენტარი. გაგიკეთა ოპერაცია და შემდეგ ფოტოები აგალაგებინა Facebook-იდან. არა, ესო მარტო ჩემთვისო. ჩემთვისო. შენ სხვას ნუანახებო. სალმე, მაინტერესებს შენი მოსაზრება. მამაკაცი, რომელიც იკეთებს პლასტიკურ ოპერაციებს, რეალურად დირყვება თუ არა შენში მასზე წარმოდგენა, იცლება თუ არა ამ ადამიანზე წარმოდგენა თუ არა აქვს. როგორი კითხვა, როგორი კითხვა ჩემს. მამაკაცთან დაკავშირებით. იცი რა არის? არის რღვევა, თუმცა არ ვიცი ხა ახლა დისმორფოფობიით შეპყრობილი მამაკაცი, რომელსაც არ მოსწონს თავისი ვიზუალური მხარე და ნუ ორ კვირაში ერთხელ მიმართოს პლასტიკურ ქირურგს იმისთვის, რომ ხან ცხვირის ოპერაცია გაიკეთოს, ხან ლიპოსაქცია. იცი რა, ქმრა დამოვარჩია ადამიანი, რომელსაც არ აქვს პლასტიკური ოპერაცია გაკეთებული და არის აბსოლუტურად ნატურალური. ანუ მე ესეთი მამაკაცები უფრო მომწონს, მაგრამ ნუ თუ ზოგადად არაფერი არ აქვს, ზუსტად მაგარგვევი. ხო და ნუ თუ ვიღაცას აწუხებს რაღაც პრობლემა აქვს თან მამაკაცს, რატომაც არა გაიკეთოს. ახლა ჰიპი მაგალითად, სარკის დაავადებად რო ჭირთ ამ კაცებს და ზემოდან რო ვერაფერს ხედავენ. იმათმა არ უნდა გაიკეთო? და სად იყურებიან მაგდო? სარკეში, მაგას ქვია სარკის დაავადება. სარკის დაავადება, ამიტომ მოდი გავარკვევთ, რომელი ოპერაცია მამაკაცებში ყველაზე პოპულარული. ახლა პლასტიკური ქირურგი ბატონი ალექსანდრე კალანტარავი ჩაგურთება, ის სამწუხაროდ დღეს ოპერაციაზე არის, გამოც ვერ მოახერხა ჩვენთან სტუდიაში მოსვლა და თავად გვეტყვის ყველაზე ხშირად მამაკაცებში რასახის პლასტიკური ოპერაციებს აკეთებს. მოგესალმებით, ბატონო ალექსანდრე, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა. მე ვიცი რომ ახლა თქვენ ოპერაციისათვის ემზადებით, თუმცა გამონახეთ დრო და გვერდებით გადაცემაში დაიღებთ მონაწილეობას. რამდენად ხშირად გაკითხავენ მამაკაცები და ძირითადად რა სახის ოპერაციებს ითხოვენ ისინი პლასტიკური ქირურგებისგან? ბოლო პერიოდში მარტო ქალები და ახალგაზრდა გოგონები გარდა კიდე კაცები იკეთებენ ცხვირის ოპერაციას. თითოეულ 10 ოპერაციაზე 1-2 მამაკაცი შემოდის და ისწორებს ან მარტო ცხვირის სუნთქვას, ან მაგასთან ერთად კიდე ცხვირის ფორმას. ანუ კაცებშიც ნელ-ნელა მაგის კომპლექსი მოიხსნება ალბათ ბოლოს, რომ არ იქნება რაღაცა ცუდი ნიშანი მისვლა ექიმთან და გალამაზება ან რაღაცის ფორმის შეცვლა. დისმორფოფობია ადამიანი, რომელიც მუდმივად განიცდის გარკვეულ ტრავმას იმის გამო, რომ არ მოსწონს საკუთარი ვიზუალური მხარე. თუ ხვდებიან ესეთი ადამიანები, მათ შორის მამაკაცებს შორისაც, რომლებიც მუდმივად იკეთებენ ოპერაციებს და პლასტიკური ჩარევა და ქირურგია მათი ყოველდღიური ცხოვრების წესია. არის პაციენტი, რომელიც არის მარტივად რო გითხრათ, შეყვარებული პლასტიკური ოპერაციების მიმართ. ანუ მოსწონს გადაკეთება, ცხვირების გადაკეთება, ყურების გადაკეთება, მკერდის გადაკეთება. არის ეგეთი შემთხვევები, ჯერჯერობით იშვიათობაა ეს თბილისისთვის და საქართველოსთვის.
ბატონ ალექსანდრე, ყველა ქირურგი აღიარებს, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ქონია შემთხვევა, როდესაც პლასტიკური ოპერაცია დასრულებულა სწორედ მისი დამსახურებით, ანუ ექიმის ბრალობით იმ შედეგით, რომელიც არ იყო მისაღები პაციენტისათვის. ჩვენ ვიცით, რომ არის კონკრეტული შემთხვევები, მათ შორის თქვენს კარიერაშიც, როდესაც პაციენტები უბრალოდ დაალობენ იმის გამო, რომ ვერ მიიღეს სასურველი შედეგი. ადასტურებთ თუ არა ამ ინფორმაციას და რამდენად ხშირად მოდიან თქვენთან უკმაყოფილო პაციენტები? საერთოდ პრინციპულად ვისაც აქვს ბევრი პაციენტი და ვისაც აქვს გაკეთებული ბევრი ოპერაციები, მათ შორის არ არსებობს, რომ ყველა იყოს აბსოლუტურად კმაყოფილი. მით უმეტეს არის რაღაცა ნიუანსი დაკავშირებული ან რაღაც პაციენტის რაღაც განსაკუთრებული სურვილისთან, ან პოსტოპერაციული პერიოდში რაღაცა გართულება მოსდის, ეს ჩვეულებრივი ამბავია ქირურგიაში, მათ შორის პლასტიკურ ქირურგიაში. და საერთოდ ცნობილია რომ ქირურგის დონე იმით უნდა განსაზღვროს, რომ რამდენად შეუძლია ნებისმიერ ქირურგს, მათ შორის ესთეტიკურ და პლასტიკურ ქირურგს, რაღაცის შეცდომის გამოსწორება, ანუ ბოლომდე პაციენტის მიყვანა, ისე რომ საბოლოოდ პაციენტი იყოს კმაყოფილი. ბატონ ალექსანდრე, ევროპის დიდმა ნაწილმა მთლიანმა ევროპამ პრაქტიკულად უარი თქვა ზოგიერთ მედიკამენტზე, რომელიც არის ეგრეთ წოდებული არაგამწვავი გელები, ანუ ინიექცია, რომელიც ორგანიზმში რჩება და შეიძლება შემდეგ ტუჩში შეშვებული გელი ამოიღო ყურიდან ან სხვა ნაწილიდან. რამდენად ხშირია შემთხვევები, როდესაც საქართველოშიც ხდება მსგავსი მედიკამენტების გამოყენება, თუ თქვენ საერთოდ უარი თქვით მსგავს მედიკამენტებს? დავიწყებ, ანუ ბოლო შეკითხვიდან ჩვენთან არასოდეს ჩვენ კლინიკაში არ გამოგვიყენებია არაგამწვავი გელები, იმიტომ რომ მე პირადად და ჩვენი კოლექტივი პრინციპულად წინააღმდეგია აი ამ გელების გამოყენების. სამწუხაროდ რაღაც პერიოდის განმავლობაში მსოფლიოში, მათ შორის რუსეთში და საქართველოში ეს თემა სადღაც იყო პოპულარული და სადღაც იყენებდნენ არაგამწვავ გელებს, თქვათ, ტუჩების გაბერვის მიზნით, ან სახის ნაოჭების კორექციის მიზნით და ასე შემდეგ. დღეს უკვე იმდენად სტატისტიკურად ბევრი არის არადადებითი შედეგი აი ამ გელის გამოყენების, რომ პრაქტიკულად მსოფლიოში ყველა კლინიკამ უარი თქვა მაგის გამოყენებაზე. დარჩა ერთიული სპეციალისტი და ერთიული კლინიკა, სადაც ეს დღემდე არის პოპულარული. ძალიან დიდი მადლობა. ახლა კი გვინდა სტუდიაში დავპატიჟოთ მომღერალი მარკუს მეტრეველი, რომელიც არ უარყოფს, რომ მას პლასტიკური ოპერაციები გაკეთებული აქვს. მარკუს, პლასტიკური ოპერაციების სია გრძელია შემთხვევაში თუ მხოლოდ რამდენიმეთი შემოიფარგლება? პლასტიკური ოპერაციების სია არის ძალიან მოკლე. ჩემი პლასტიკური ოპერაციები შეადგენს ესეთ რამეს. ანუ სწორი კვება, სწორი ვარჯიში, კარგი ძილი. ეს პლასტიკური ოპერაცია არ არის. მოდი, რადგანაც დღეს ვსაუბრობთ, ვიყოთ გულახდილები. პირველი, შენ გაიკეთეთ ცხვირის ოპერაცია, რამდენადაც ვიცით? ეს ვინ გითხრა, ნოდარი მითხარი? ეს საყოველთაო ცნობილი ფაქტია და მე ვიცი, რომ არ შენ არ უარყოფ ამ ამბავს. არა, მოდი მე გეტყვი რა გავიკეთე ამ ბოლო ხანებში პლასტიკურს რომ მივ. საერთოდ რა გაიკეთე, მოდი ამაზე დავიწყოთ. საერთოდ? რადგანაც საუბრობთ პლასტიკური ოპერაციები, მამაკაცებში მოდი გავარკვიოთ. რა არის ამაში სიცხული? გაკეთებული მაქვს მხოლოდ წარბების კორექცია, გაკეთებული მაქვს ცხვირის დიაფრაგმა. მხოლოდ აი ამით შემოვიფარგლები სამწუხაროდ ან საბედნიეროდ. თუმცა შენ თუ დაინტერესებს ახლა ქირურგები რო უყურებენ, ცხვირის გიგი ალბათ დიაფრაგმამ ჩაგაკეთე. მოდი შევაფასოთ, რამდენად კარგად არის მარკუს მეტრეველის ცხვირი გაკეთებული. არის წარბები. არჩა. მინდა შეიძლება რომ სათვალე მოიხსნა მარკუს. მარკუს მოიხსენი რა სათვალე ხო? გადასარევი წარბები. ო, რა კარგი თვალები აქვს, თან ახამხამებს ნახე. ახამხამებს. ტუც ზელონინოს. როგორ? გაკეთებული ცხვირია, აშკარად. ნინო, ყოველთვის ხდებით, როცა გაკეთებულია ცხვირი. მაგის მეც არ. არა, ყოველთვის აი არაპროფესიონალი და იმით ძალიან კარგი და უხდება. სად გაიკეთეთ ეს ეთყობა რომ გაკეთებული. ეხლა ამას კი არ ექნებოდა ბადრიჯანი და რაღაცა ნაჯახი. он откорректировал, он доделал до совершенства. ეს არის, მეტი არაფერი. არა, შეიძლება შეგვიძლია გამოგვეხმაუროს, ვინც გამიკეთა მე პლასტიკური ან აქ საქართველოში ან ევროპაში და დააფიქსიროს თავისი აზრი. მე ვადასტურებ, რომ მე არაფერი არ მაქვს
გაკეთებული. ქალბატონო ეთერ, თქვენ მიესალმებით, რომ მამაკაცებმა მიმართონ ხშირად პლასტიკურ ქირურგიას და ფიქრობთ, რომ მარტო რადიკალურ შემთხვევაში, ყველაზე რთულ შემთხვევაში უნდა წავიდნენ პლასტიკურ ქირურგიას. არა, ალბათ რთულ შემთხვევაში რასაკვირველია. ეცეთ აი ხა პუტინმა გაიკეთა მე მგონი არა რაღაც ეს ბოტოქსი, ხო? და რაღაც შეცვლილი აქვს სახე. გამშვენდა? თუ პირიქით რაღაც მე მგონი არა? გახალგაზრდა არ იყო საჭირო, იცით? მინდა გაუგზავნო დეპეშა აქედან. ისე დაიბრუნოს თავის ახლა. მარკუს, რატომ გიწევს რეალურად დამალვა იმის, რასაც აკეთებ? იმიტომ რომ საზოგადოება ვერ აღიქვამს ამ ყველაფერს, როგორც ჩვეულებრივ სწრაფად სრულყოფილებისაკენ? ნუ და მე ზოგადად არაფერს არ ვმალავ, რასაც ვაკეთებ. ცხვირის ოპერაცია ახლა დამალე სტუდიაში და არა, ძალიან თავისუფალი დემოკრატიული ადამიანი ვარ. თუ რაღაც მექნებოდა გაკეთებული, ამას აუცილებლად ვაღიარებდი. თუმცა სამომავლოდ გეგმავ რომ რაღაცები შევცვალოთ ჩემს დაუნდეშეცვალო. ნუ რაღაც შეიძლება თუ დამჭირდება მიმართავ ბოტოქს ან თუ ძალიან ჩამოვჭკნები ავიწევ, გავიახალგაზრდავებ თავს და ასე შემდეგ. ბატონო, მამაკაცები ამ პროცედურისათვის ხშირად მოდიან ხოლმე თქვენთან სახეზე ბოტოქსი ან მთელ სოფლიოში არის სტატისტიკა ასეთი, რომ მამაკაცები ჩვენი პაციენტების ნაკადიდან შეადგენენ მათ 15%-ს და საქართველოშიც დაახლოებით იგივე სიტუაცია გახდა. ბუნებრივია, როდესაც მამაკაცი მიდის და იკეთებს პლასტიკურ ოპერაციას, საუბარია ბოტოქსზე, გელზე ან კანის გაჭიმოზე, ამ ყველაფერს საზოგადოების დიდი ნაწილი რაღაც არაადეკვატურად იღებს ხოლმე. ბუნებრივია, ისინი ითხოვენ სავარაუდოდ ანონიმურობის დაცვას. რა თქმა უნდა, ითხოვენ ანონიმურობის დაცვას, ითხოვენ ისეთ დროს დაუნიშნოთ მიღება, როდესაც არ იქნება სხვა ხალხი ანუ რაც შეიძლება იყოს იზოლირებულად შემოსვლა, გასვლა და ასე შემდეგ. ძირითადად რა კატეგორიის ადამიანები დადიან თქვენთან? ცნობილი ადამიანები, პოლიტიკოსები? პოლიტიკოსიც, ანუ სამწუხაროდ უმეტესად ის ხალხი, რომელსაც მატერიალური შესაძლებლობა მისი აქვს და რა თქმა უნდა რა თერაპიას იტარებენ ცნობილი პოლიტიკოსები გვარამიეს კლინიკაში? უმეტესად ასეთ მარტივ პროცედურებს რაც არის, არაინვაზიური, არაქირურგიული პროცედურები, ბოტოქსი, გელი, სახის გაწმენდა და რაღაც ასეთ პროცედურები. ახალგაზრდავება. მხოლოდ და მხოლოდ ნიშნავს მოვლას, საკუთარი თავის მოვლას და მეტი არა. აკო ღიპების ლიპოსაქცია საკმაოდ ხშირია, даже მკერდის იმას ლიპოსაქციას იკეთებენ კაცები და სასექესო ორგანოს დაგრძელების ოპერაციები არის. საქართველოში იკეთებენ ნინა ამ ოპერაციას. კი, აი გამეტი არც არავინ არ აკეთებს. აბა რა ქნას ახლა ბიჭმა რომელიც ვერ შვება ვერაფერს. ცოლთან. ეს არ არის მიაქციანი ოპერაცია, საკმაოდ რთული ოპერაცია, ეს არის არაპლასტიკური მხოლოდ, ეს არის მიკროქირურგია, ანგიოლოგია, ყველაფერი ერთად ჩართული, საკმაოდ ხანგრძლივი ოპერაცია და რა ქვია, ვისაც ამისი რეალურ სახლებს ყიდიან და ამას მაინც იკეთებენ. პლასტიკური ოპერაციების პლუსებზე და მინუსებზე საუბრობთ გადაცემის ამ ნაწილში და აუცილებლად უნდა დაისვას თემა, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური არის და გადაცემის წინა ნაწილში საუბრობდით არაკომპეტენტური ოპერაციები, რომლის შედეგადაც ადამიანები იღებენ ეს მარტო საქართველოში არ ხდება. მე ხა მინდა ვნახოთ პატარა კოლაჟი, რომელიც ჩვენმა პროდიუსერებმა მოამზადეს, ცნობილი ადამიანები როგორ შეიცვალნენ პოზიტიურიდან ნეგატიურ მხარეს, სწორედ პლასტიკური ოპერაციების შედეგად. ცნობილი ადამიანების ცხოვრება, რომლებმაც გადაწყვიტეს ერთ დღეს თავისი ცხოვრება უკეთესობისაკენ შეეცვალათ, თუმცა საბოლოო ჯამში საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ამ ადამიანების ცხოვრება შეეცვალა რეალურად რადიკალურად სხვა მიმართულებით. ქალბატონო დალი, ხშირად გინახავთ საქართველოში პლასტიკური ქირურგიის შედეგად შეცვლილი ადამიანი, რომელმაც სრულიად სხვა სახე მიიღო? კი, როგორ არა. მე რაღაც ესეთი მის მქონდა, რომ მაგალითად რაღაც პერიოდი წასული ვიყავი, ჩამოვედი და უცებ ვნახე, ვერ მივხვდი ჯერ ვისმე. უცემთა სახში შემოვედი და ვერ მოვი, ესეთ შოკში ჩავარდი, იმდენად შეიცვალა. მე არ ვიტყვი, რომ ცუდად შეიცვალა, მაგრამ ნუ შეიცვალა, ნუ აბსოლუტურად სხვანაირი გოგო. რისთვის აკეთებენ ეს ადამიანები ამ ყველაფერს? იმისთვის რომ საზოგადოება გააოცონ. არა, ეს რაღაც თვითონ არის. პირველ რიგში მე ვიცი, რომ ბევრი არის თვითონ თავის თავთან, საერთოდ ყველაფერში. აი ელემენტალურია
ჩაცმაშიც, აი პლასტიკ, აი შენ სხეულთან უნდა იყო კომფორტაბელურად, აი ჰარმონიაში უნდა იყო, როცა რაღაცა გაღიზიანებს, კი მე შეიძლება მომწოს, მაგრამ მე არ მომწოს და რა ვქნა და თუ არის ამის შეცვლა, ალბათ აი ამიტომ მიდიან მაგალითად. ხალხია, რატომ არის დღეს საქართველოში პლასტიკურ და ესთეტიკურ მედიცინაზე რეალურად ბუმი, იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი ცენტრი გახსნილი და ჩვენს გარშემო მყოფებსაც ბევრი კია, მაგრამ ნუ ყველა არ არის ხარისხიანი. მე მეცაც გეტყვი, მეზობელი ქვეყნებიდან, ანუ მე ვგულისხმობ აზერბაიჯანს, სასომხეთს და ასე შემდეგ, ანუ აღმოსავლეთ ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის და საქართველოში იკეთებს თბილისში პლასტიკურ ქირურგიას. ახლა მოდაშია ეს ყველაფერი, მოდის ფეხის მასა ხალხი. ძალიან მაღალ დონეზე კეთდება მართლა და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კომპეტენტური თუნდაც დღევანდელი დღე არის. აი ბაქოში მაპატირო გაწყვეტია, ხშირი კონტაქტები მაქვს და მეგობრობ ძალიან ისეთი მაღალი წრის საზოგადოების ქალებთან მეგობრები მყავს ძალიან ბევრი. ჭირდებათ თუ არ ჭირდებათ, აი ამ ფინანსურად გამართული ესეთი მაგარი ძლიერი ოჯახის ქალბატონები, აი აქედან აქამდე თუ კი ჭირდებათ თუ არ ჭირდებათ. ნუ არა, ეს ამანტყოფობა. არა, ყველაფერს იკეთებს, არის რაღაცნაირად პრესტიჟის მომენტი, რომ მას აქვს ამის გაკეთების საშუალება, უვლის თავს და ამბობს, რომ მე ვარ Rolls-Royce. Handmade. არა, იცი რა, მე თანახმავარ ნინო, რომ ქალმა აუცილებლად უნდა მოუაროს თავს. გიორგი, რეალურად ადამიანები, როდესაც ნახულობენ რა რთული პროცედურაა ეს ყველაფერი გადაცემის დასაწყისში ჩვენ ნახეთ ეს კადრები, რამდენად სირთულებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. რეალურად იღებენ თუ არა მაინც გადაწყვეტილებას რომ წამოვიდნენ. თავიდან აქვთ ინტერესი მაგალითად რომ უჩვენოთ სხვისი ოპერაცია, როდესაც მე ჩვენ თვითონ ოპერაცია ჯობია არ აჩვენო პაციენტს, შეეშინდება ესეთი კადრები, რა თქმა უნდა, აშინებს პაციენტებს, მაგრამ ესთეტიკური მედიცინა არის არა მარტო პლასტიკური ქირურგია, რომელზეც ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ და ვსაუბრობთ. ესთეტიკური მედიცინას ასევე მოყოლება დერმატოკოსმეტოლოგია. ზოგჯერ პაციენტი მოდის ჩემთან როგორც ქირურგთან, მაგრამ მე უშვებ ჩემ დერმატოკოსმეტოლოგთან. დაიწყე იქ, მივხვდი რა არის ეს, რა არის ჯერ ჩხლეტა და მე მივხვდი რა არის დანა და გაჭრა კანის. მივხვდი რა ხდება ჩხლეტის შემდგომ პერიოდში რეაბილიტაცია 2-3 დღე. და მე მოდი ჩემთან. ეს რთული არ არის სარეაბილიტაციო კურსი, როდესაც ამდენი ჭრილობა გაქვს მუცელზე გაკეთებული არ არის ეს ამდენი ჭრილობა, სულ კეთდება 2 ნახრედი ლიპოსაქციის. რა თქმა უნდა, ჩვენ ნახეთ კადრები ძალიან რთულია, როდესაც ზოგი ოპერაცია რა თქმა უნდა რთულია. თითო ნაკერი იდება თითო ამ შესვლის წელს. არ არის რთული სარეაბილიტაციო კურსი? ზოგი ოპერაცია რა თქმა უნდა რთულია. თქვენ აქ ანახეთ ისეთი ოპერაციები, როდესაც არა მარტო ლიპოსაქცია, კანის გაჭრა, რბილი ქსოვილების გადაადგილება, ეს რა თქმა უნდა რთული არის, მაგრამ ჩვენ გვაქვს ისეთი საშუალებები, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ რეაბილიტაციისთვის. და ეს რეაბილიტაცია პაციენტს გავუადვილოთ პირველ რიგში და მეორე რიგში დავაჩქაროთ, ბევრად დავაჩქაროთ. ეს საშუალებები არის პლასტიკურ და ესთეტიკურ მედიცინაში, ასე ვთქვათ. მაგრამ ვარდი უეკლოდ არ იკრიფება, ასე რომ თქვენ საუბრობდით რეკლამის დროს და არ შემიძლია რომ არ დაგისვათ ეს კითხვა, როდესაც ხდება ფეხის დაგრძელება. როგორ კეთდება ეს პროცესი? საქართველოში არ კეთდება. ანუ როგორ კეთდება ეს პროცესი? აი წარმოიდგინეთ ხე, რაღაც გარკვეული სიგრძის, ხო? და ის ასეთი ირიბი ნახერხებით რომ დახერხოთ. და მე ეს დააცუროთ ერთმანეთისგან. და აი ასეთივე მეთოდით იხერხება ძვალი. მე ეს ცდომა ხდება ესეთი სანტიმეტრიანი, თქვათ თითო აი ამ ნახერხს შორის ესე ძეხვისებურად ესე რომ ჩამოჭრა. აი ეს რა ტკივილი, არანაირი ტკივილი არ არის. აპარატით მოძრაობ და 9 თვის თავზე გაქვს 12 სანტიმეტრით უფრო გრძელი ფეხი. როდესაც ხარ ცარიელი ტანი და გაქვს ამხელა ფეხები, მე რო ესე მქონდეს აუცილებლად გავიკეთებდი. ეს ისეთი დამძგუნელია. გეხარხავდი იმისთვის რომ მე 9 თვე ესე გაშიშობ. ოპერაცია არ არის ნამდვილად ძნელი. არა, არის ეს ნარკოზით კეთდება პაციენტი, ამას რა თქმა უნდა არ გძნობს. რეაბილიტაცია, აი 9 თვე, როდესაც პაციენტი ამელიზარებს აპარატით დადის, აი ის ნამდვილად ძნელი არის. მაგრამ იმისი აღქმა რომ შენ 12 სანტიმეტრი გრძელი ფეხი გექნება. პაციენტი ამისთვის მზად არის. შეიძლება რომ ამ პროცესმა არც გაამართლოს. ყველაფერს როგორც აქ დადებითი მხარე, ისე უარყოფითი მხარე. როგორ არ გამართლებს ის ძვალის მიდის შეხორცება? ძვალი რომ არ შეგიხორცდეს, მე რა უნდა გააკეთო? ეხლა ძვალი თუ არ შეხორცდა, დედამიწა უკუღმა თუ დატრიალ და თავში მეხი თუ დაგვეცა, მასე თუ ვიფიქრეთ, საფერი არ უნდა გააკეთო, სახლიდან არ უნდა გახვიდე. ძალიან მე მაინც მიმაჩნია, ვიცი, ბევრი შემთხვევა
თბილისში კიდე კაი არ კეთდება აქ საქართველოში, მაგრამ როდესაც არის ხინჯი, ზოგჯერ არის რა ერთი ფეხია და უშათ უფრო მოკლე, ან რაღაც მართლა ის იმახინჯემდე რაღაცა ხინჯი აქ და რა თქმა უნდა წავა ყველაფერს, მაგრამ იმიტომ რომ ეხლა რაღაცა ბრუკშილცის ფეხი მქონდეს ვისა ყავს, მაგრამ ამას რო გაიგეთებ ცოტა მაგრამ ფსიქოლოგიური არა, მე მგონი ფსიქიური მომენტია, არა პათოლოგიურად მოკლე, ქვედა პათოლოგიური თუ და მაშინ მე მაშინ ალბათ დამღა მთელი ცხოვრება და ამის მეძე არაფერზე არ ფიქრობს. 9 თვე არ უღირს იმათ რომ მე ცოტა ამახდეს. რა თქმა უნდა უდრის. ერთგვარი რეზუმე რო გავაკეთოთ დღევანდელი ჩვენი საინტერესო დისკუსიის, რომელიც გადაცემის ორივე ნაწილის განმავლობაში გამოგვივიდა, დავიწყოთ ქალბატონი ეთერ კაკულიათი, რომ შევაჯამოთ. რეზუმე გავაკეთოთ. რეზუმე გავაკეთოთ. გვინდა თუ არ გვინდა პლასტიკური ქირურგია. გაკეთებული გაქვს და არ ამბობ. და არა. პლასტიკური ქირურგების დახმარება ჯერ არ დამჭირვებია. არც მე. აი მე გჭირდება თუ არა? რეალურად რას ეთქვით იმ ადამიანებს, რომლებიც არიან შეპყრობილები ამ სცენით, რომლისთვისაც ეს ყველაფერი არის მოდა? არა, ეცეთ რა, მივესალმები, იმიტომ რომ ეთყობა ფინანსები აქვს მოჭარბებული რაოდენობით, იცი? და უნდათ რომ რაღაცა სიახლე შეიტანო ცხოვრებაში. არის ეს გასასამართლებელია, ალბათ. მე ესე ვფიქრობ. თუმცა თქვენ როდესაც უყურებთ თქვენს გარემოცვაში ბევრნი არიან ასეთი, რომელსაც ნახავთ ოპერაციის შემდეგ, ხშირად არის ხოლმე ის შედეგი, რომელიც უნდათ მათ? ეცეთ რა, შედეგი ალბათ არის, იცი, თვითონ ხო კმაყოფილია, მთავარი ეს არის, არა? ანუ კმაყოფილია, ხო? არა, ეს ტუჩები, აი ტუჩები ცოტა ბევრი მოძდით ბევრს, არა? და მე ვერ ტრიალებს მელმელის ტუჩებს უწოდებენ. რაღაც მარცხნივ, მარჯვნივ მიდის რაღაც, არა? როგორც ეს არა, ხატია შეჯერესი არა გაქვს. აი კიდევ რო გაიგეთებ, ხო? კიდევ რო გაიგეთებ, ზოგ ძალიან აქ, იცი, მართლა რაღაცა იალბუზივით არის აფაფენი. ქალბატონი ირმა, გვინდა თუ არა ინტენსიური პლასტიკური თერაპია გჭირდება ეს თუ არა? შეიძლება უჯრა იყოს და შეუყვარდეს. რა საკვირველია, მე კლავ ჩემ აზრზე ვჩები და კიდე უფრო გამყარდი ეთერი აი ხლა შენც რო გიყურებ. საჭიროა რა საკვირველია, საჭიროა მხოლოდ ზომიერად, როგორც ყველაფერი ალბათ. საერთოდ ბოროტად გამოყენება არაფრის არ შეიძლება, არაფრის აბსოლუტურად, მით უმეტეს ეს დიდი ხიბლია ეთყობა მართლა, როცა გაქვს საშუალება, როცა არის ამდენი მართლაც კარგი ქირურგი, ვეთანხმები ნინოს, ხა ჩემი ძალიან დიდი სიმპათიები მინდა ბატონ ივას პირველ რიგში, ჩემს ძალიან კარგ მეგობარს შეუთვალო, გუგას, აგერ ბატონ გიას, რა ვიცი, ყველას და დიდი მადლობა უთხრა იმ მთელი არმიის სახელით, ვინც დადის გალამაზებული და გაამაყებული მათი ხელობის შედეგად, ხო? მაგრამ მე მაინც ძალიან ვურჩევ ახალგაზრდა გოგონებს, რომ კარგად ჩაიხედონ სარკეში და შინაგანად იპოვონ ის საყრდენი, სიამოვნება თავის სხეულთან ურთიერთობისას, რომელიც მათ აუცილებლად აქვს, უბრალოდ უნდა იპოვონ და არ გააკეთონ ეს სულელური ექსპერიმენტები, რომელსაც მე უკან გზა არ არსებობს, ხო ბატონო, ვეღარ იბრუნებ. სალომე, გისმენთ. იცი რა არის, აქამდე სანამ ეს გადაცემა ჩაიწერებოდა, რაღაცა ისე ვიყავი და ეხლა ძალიან მომიდა რაღაცა პლასტიკის გაკეთება. შენ მოგინდა ხო? ძალიან მომიდა. რომელ ნაწილია ესა? ჯერ ვერ ვიცი რომ კამერები რომ გამოეცეო მე. გასაგებია, გადაცემის ორი ნაწილის საკმაოდ საინტერესო დისკუსიის განმავლობაში შევთანხმდით ეს რამეს, რომ ზომიერება არის მთავარი ყველგან და ყველაფერში. ბუნებრივია და რაც მთავარია, პროფესიონალიზმი კარგად აარჩიეთ ექიმი, სანამ გაიგეთებთ პლასტიკურ ოპერაციას. დიდი მადლობა ყველას, ვინც დღეს შემოგვერთა და დღევანდელი ეთერი ჩვენთან ერთად გაატარა. თოქ-შოუ 100 გრადუსი ცელსიუსით, ერთი კვირით გემშვიდობებად. ერთი კვირის შემდეგ კიდევ ერთ ცხელ თემას შევარჩევთ სპეციალურად თქვენთვის ნახვამდის.